დილა მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირა დღეა დილის 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ დილის ლაივი ეთერშია და მე და ხატია შამულია დილის გუნდთან ერთად ვიწყებთ მუშაობას თქვენთვის. დილა მშვიდობის ბედნიერი კვირა დღე უნდა გისურვოთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რა თქმა უნდა, სასიამოვნო დილა საინტერესო დღეს გისურვებთ და მე და ბაჩო 11 საათამდე ვიქნებით თქვენთან ერთად და შევეცდებით, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო, სასიამოვნო იყოს თქვენთვის ეს დღე და არა მარტო მე და ბაჩო, ის უზარმაზარი გუნდი, რომელსაც თქვენ ზოგს პირდაპირ ეთერში ხედავთ, ზოგი კადრს მიღმა დღეს, ასე რომ ჩვენ ბევრი ვართ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ თქვენს არაჩვეულებრივ განწყობაზე. კიდევ ერთხელ დილა მშვიდობის და მოდი გავიგოთ ამინდის პროგნოზი და დავიწყოთ დილის ლაივი ტრადიციულად ამინდის პროგნოზით. დამოკიდებულები გავხდით, ხედავ ამინდზე. იცი რა არის ჩვენს გადაცემაში პირველი რაც არის ხოლმე, ფაქტიურად შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ დამოკიდებულებიც გავხდით და დამოუკიდებლებით. მე ზოგადად ამინდ დამოკიდებული ადამიანი ვარ, პერსონა. დღეს ძალიან კარგი ამინდია, ჩემო ხატია. დავასწარი? კარგია, ხო რომ გაიღვიძებ და მზე რო განათებ, ადვილი გამოსაცნობია როგორია. არაჩვეულებრივია, გადასარევია და ტრადიციულად მე გავხსნი კოკა-კოლას და შევეხმიანოთ ანა ზაქაშვილს, რომელმაც უნდა. დედაქალაქში ვიცით რომ კარგი ამინდია და ნახოთ სრულიად საქართველოს. კი ბატონო, რომელსაც PSP წარგვიდგენს ამინდის პროგნოზს და ანა ზაქაშვილი გაგვაცნობს. ანა დილა მშვიდობის. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ანა დილა მშვიდობის, როგორ ბაჩო ხატია მოგესალმებით. დილა მშვიდობის. იმიტომ რომ ძალიან კარგი ამინდი გვაქვს ჩვენს დედაქალაქში და რა თქმა უნდა გაგაცნობთ საქართველოს სხვა რეგიონების ამინდის პროგნოზსაც და გეტყვით რომ დღეს დასავლეთ საქართველოში დროგამოშებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამით უმეტეს, დღისით კი ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა, ელჭექით ნავარაუდები. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკალური გაძლიერება. ჰარის ტემპერატურა დაბლობში ღამით +6-დან +11 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +22 27 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰარის ტემპერატურა +2-დან +7 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +20-25 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დროგამოშებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები. ღამისა და დღის მეორე ნახევარში საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა არის, ელჭექით ნავარაუდები, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკალური გაძლიერება. ჰარის ტემპერატურა ბარში ღამით +5 და +10 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +21-26 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით ჰარის ტემპერატურა +1-დან +6 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +13-18 გრადუსი იქნება, ზოგან ჰარის ტემპერატურა შესაძლოა 22 გრადუსამდეც დათვეს. რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზს, დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს სინოპტიკოსები 18 გრადუს და ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ხანმოკლე წვიმა და 22 გრადუსი არის ნავარაუდები დღეს ზუგდიდში. თბილისში კი 19 გრადუსამდე დათბება ჰარის ტემპერატურა და მზიანი ამინდი არის ნავარაუდები. მზე იქნება დღეს ოზურგეთში, სადაც ჰარის ტემპერატურა 20 გრადუსამდე დათბება. ქობულეთშიც უნალექო ამით ელოდებიან სინოპტიკოსები, აქ 19 გრადუსამდე დათბება ჰარის ტემპერატურა. ასევე 19 გრადუსი მზიანი და უნალექო დღე იქნება დღეს ბათუმში, ხოლო ახალციხეში 22 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა არის ნავარაუდები. 23 გრადუსს მზიან და უნალექო დღეს ელოდებიან დღეს ქუთაისში, ხოლო მესტიაში 8 გრადუსი და წვიმიანი ამინდი არის მოსალოდნელი. ამბროლაურში დღეს ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰარის ტემპერატურა აქ 19 გრადუსამდე დათბება, ასევე ხანმოკლე წვიმას ოღონდ 17 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები ცხინვალში. დღეს გორში ჰარის ტემპერატურა 19 გრადუსამდე დათბება, მზიანი და უნალექო დღე იქნება გორში, ისევე როგორც თელავში, სადაც 20 გრადუსი და მზიანი, ასევე უნალექო დღე იქნება. 25 გრადუსამდე დათბება დღეს ჰაერი რუსთავში, რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისს, როგორც ხედავთ, დილიდან მზიანათებს, ჰაერის ტემპერატურა თბილისში დღეს 23 გრადუსს მიაღწევს და ასე გაგრძელდება მოკლედ მშვენიერი ამინდი დღის განმავლობაში. მე აქ დაგემშვიდობებით, პოზიტიურ კვირა დღეს გისურვებთ და ცოტა ხანში სტუდიაში ძალიან საინტერესო თემით შემოგიერთდებით. დიდი მადლობა ანა, ძალიან საინტერესო თემით ნამდვილად, თუმცა ამ თემის გაჟღერება შენთვის მოგვინდია და როცა დაბრუნდები სტუდიაში, თავად გააჟღერე ჩემო კარგო. მადლობა ძალიან დიდი, მოკლედ ესეთი ძალიან ეკლექტური ამინდი არის სრულიად საქართველოში. ზოგადად რეალობა ისეთი ეკლექტურია, ჩემო ბაჭო. იცი არის ქარის გაძლიერება, არ ვიცოდი ეს ტერმინი, შენ იცოდი? მოვისმინე მე. აი, ანამ გაგვანათლა. ჩაინიშნე. ახალი სიტყვები სასწავლი. ესე იგი, ტრადიციულად
ჩვენს მაყურებლის განწყობაზე ზრუნავთ, რა თქმა უნდა და ჩვენც გვჭირდება უნდა ავიმაღლოთ განწყობა, გავხალისდეთ კიდევ უფრო რომ ეს ყველაფერი თქვენამდეც მოვიდეს და გადმოვიდეს თქვენზეც და ამისთვის რა არის საჭირო? სახალისო ვიდეოები, რომლის ქუჩით შუაში ლომია მოქცეული გახსოვთ? ქუჩში ბევრი ცხოველები და შუაში ლომია. ეგ აღარ მახსოვდა, ასე რომ მოდი კიდევ ერთხელ შევხედოთ ამ ქუჩსაც და მე როგორ სახალისო ვიდეოებსაც რომ დავიმახსოვრო. სიამოვნებით. Shit I'm on, you wouldn't understand. The type of skits I'm on, you wouldn't understand. Big dog business, I would not hold your hand. That's the moral of the story. I'm Slim Shady, yes, I'm the real Shady. All you other Slim Shadys are just imitators. So I don't give a hoot what you do, say, girl, I know. You a little too tight. I'll be shooting that shot like 2K, girl, I know. Somebody's watching me. Is my anxiety. ბოლოში ყოფილა ლომი. ლომი და ჟუაში არის. დაინახე მერწყული დაინახე სადმე? კუჩი. ძალიან კარგი იყო. მოკლედ, ხიარულ განწყობას დილის გამამხნევებელი ვარჯიში ჩავანაცვლებ და ახლა ტელევიზორებთან მოხდობთ ადამიანებს, ვინც კვირა დღეს ქეთი ზაზანაშვილთან ზუმბასთან ერთად იწყებს ხოლმე დილას. დილამშვიდობის ქეთი მოგესალმებით. მშვიდობის, როგორ ხატია ესე, ხო? ესე, მოგესალმებით. დღეს რა მოგვიტანა? დღეს მოგიტანეთ ფუნქციონალური ვარჯიშები, თავისი გახურებით და გაწელვით, ჩემო კარგო. ანუ ჯერ ხურდებით, მერე ვიწელები? კი, ჯერ აუცილებლად, ჯერ უნდა გავხურდეთ, მერე გვექნება მთავარი კონდიციის ფუნქციონალური ნაწილი, რომელსაც ჟანა დღეს არის ჩემი სტუდენტი ფიტნეს სკოლიდან. ჟანა გაუძღვება. ახალ-ახალი კი, კაი გოგოები აქ ვართ. და შემდგომში ბოლოში აბარა. და ბოლოში აუცილებლად გავიწელებით. განტელების მაგივრად თუ არ გაქვთ განტელები, შეგიძლიათ იხმაროთ ჩვეულებრივ აი პატარა წყლის ბოთლები. და მათი ალბათ ყველას გვაქვს სახში, მაგრამ თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ რამე დაიფინოთ. ოკეი? როგორც კი დაიწყება მუსიკა და ჩვენ ამას გავიგებთ, ეხლა რამოდენიმე წამში ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ვარჯიში გახურები. დავიწყოთ აი ესეთი იული მოძრაობით, რომელსაც ქვია step, touch, step, touch. ძირითადად ასე იწყება ყველა აერობული ვარჯიშის გახურება. ოჩა, ეხლა შეხედ, ამას ქვია სკეიტერი. მოსვლიალე, 1, 2. ოჩა. ცოტა მუხლი გადის წინ და წინ იყურება უფრო სწორედ.
ტერფი უკან. აჰა. დავიდა. ეხლა ცოტა ზულზული. სულკავ ჯერ ნორმალურად, ჩვეულებრივად. ცოტა სწრაფად, ჩემი საყვარელი მოძრაობა არის ხატი. ეხლა შეხეთ. მუხლი არის პროფეზარჯარზე. სულკავ ჩვეულებრივად. ჩავისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ. ოჩა. ეხლა შეხედეთ, დავამატეთ კრანჩი, ჩავისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ. ოდნავ პრესი არის ყოველ ტონუსში და ოდნავ იხრება ზურგი. 1 2 კიდე ცოტა. აჰა. ოჩა. და ისევ გავიქეცით, წავიდა. ხელები ჩვეულებრივად შეგიძლიათ დაიჭერთ წინ. ან ჩემსავით. აი ესე ვაქანავთ. ოჩა. ეხლა კიდე თავიდან ან ჩვენ გახურება ყოველთვის უნდა იყოს 5-10 წუთი გააჩნია კონდიციის მხარე. ნაწილში უფრო სწორედ, ან მეორე ნაწილში რამხელა დატვირთვა არის იმის მიხედვით. უკვე გახურებაც არის უფრო ხანგრძლივი, ან უფრო ხანმოკლე. ოჩა. წავიდა კიდე ცოტათი, უფრო სწრაფად. წავიდა. 3 2 1 წავიდა ისევ. კრანჩ, მაღლა. აჰა. ნახეთ, იზაყვებით შემოგვაქვს შიგნით კერძისკენ. აჰა. ამორჩევის გაკეთება შეგიძლიათ სახლის პირობებში. და მე უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ პირაობით ჩვენთან ერთად ვარჯიშობთ. აჰა. ოჩახ ცოტა კიდე გავიქეთით. და ერთი ვარიანტი, ამას ქვია ჯამპინგ ჯეკი, უნდა ჩავხდეთ ახლოს ფეხები ისე. მუხლები იყურება გარეთ, მეგობრებო. აჰა. დავამატეთ ხელი ცოტა სწრაფად. 1 2 ოჩა. და ისევ გავიქეთით. ჩავისუნთქეთ. აჰა. ამოვისუნთქეთ. ცოტათი მხრებით გადავწიეთ. აჰა. კიდე ერთხელ ჩავისუნთქეთ. ამოვისუნთქეთ. და მხრებით 3 2 1 ოჩა. ეს იყო ჩვენი გახურება. ხო, მადლობა. ძალიან ისეთი ვარჯიშებია, ყველას შეუძლია რომ გააკეთოს ეს ჩვენთან. კი. ხო. კაი, მოდი ახლა ჟანა. გადავიდეთ ფუნქციონალურ ნაწილში. ჩვენ გვჭირდება განტელების აღება, ხო? ფუნქციონალური ვარჯიშის დროს, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის ნეგატიური ფაზა, როდესაც ბეშვებით იწყება მოძრაობა. სუნთქვასთან ერთად სუნთქვას, ანუ მოძრაობის დაწყება, ანუ დავეშვით, ეს არის ნეგატიური ფაზა. ფილტვები, ანუ ცხვირით უნდა ჩავისუნთქოთ, დავტენოთ, ასე რომ ვთქვათ, ჟანგბადის დავალიანებაში არ ვიყოთ, შესაბამისად მოვარჯიშეებს გავადვილდებათ ვარჯიშის გაკეთება. სუნთქვა ისევ სუნთქვასთან ერთად, რა თქმა უნდა. მოდი, პირველი სკვოტი გვაქვს, ხო, ჟანა? სკვოტი გვაქვს, კი. შევეცადოთ, რომ განტელები ესეთი დატვირთვა რომ მივცეთ კუნთს. კარგად მოუჭიროთ ხელი, კორი გვაქვს შეკრულ მდგომარეობაში, აი ნეგატიური ფაზა დავეშვი, ჩავისუნთქეთ ცხვირით. ამოვისუნთქეთ მაღლა. ამოვისუნთქეთ, ამოვედით. მუხს ახსარი შეგვიძლია ჩატეხი მდგომარეობაში დავტოვოთ. ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზურგი არის გასწორებული და შეეცადეთ, რომ წელი არ ჩატეხოთ, რას ნიშნავს. ანუ საჯდომი უკან არ გადის, პრესი არის დაფიქსირებული, ოჩა, და დავამატებდი, რომ ტერფი უნდა იყოს აუცილებლად იოგამაზე მყარა დაფიქსირებული, ანუ წვერები არ უნდა აგვეწიოს, რომ დატვირთვა წამოვიდეს. ბოლომდე უნდა იდოს. კი, სწორად არის განაწილებული, ესე იგი ჩვენი წამოვიდეს ზონა. თლიან ფეხის კუნძზე. ოჩა, შემდეგ ვარჯიშზე გადავიდეთ, ჟან. ხო. სუმო.
სუმო სპოტი ქვია მას. ანუ ჩვეულებრივი ჩაჯდომი ან ბუქნები რასაც არის. ეს არის პარალელური ფეხები. შემდეგ ოდნავ დიაგონალზე გაგვაქვს. ისევ წონის ხარჯზე ჩავდივართ ქვევით. იგივე პრინციპია. შეგვიძლია მკერდთან დავაფიქსიროთ განტელები და პატარა ვიძგებით გასახურებელი მისვლა დავარქვათ და შემდეგ უკვე ჩავთოთ ხელით. კი ბატონო. აქაც პატარ-პატარა სუნთქვები 1 2 აქაც მუცლის კონქი არის დაჭიმულ მდგომარეობაში. ამპლიტუდა თუ იქნება მოკლე, არ არის პრობლემა, თავარია მუხლი გქონდეს განსწორებულ მდგომარეობაში. მე მიყვარს, მე ვერ ჩერდები, მიყვარს ჩქარა გაკეთება. ხო, ანუ რადგან გასახურებელია, იყოს ჩქარა 3 2 1 ამოვედით და ეხლა შეგვიძლია ჩავთოთ ხელის. ხელის წინ გატანა, აქაც გავაკონტროლოთ სუნთქვა, უშუალოდ კორპუსის წინ. ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე. ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე. გასწორებული არის ბეჭის შეკრულ მდგომარეობაში, ხარი მაქსიმალურად უკან. სუნთქვა. კარგია, აქ უკვე ძალიან დაგვეჭიმა. ვიც ვარჯიშობს, მოვარჯიშე. სიმხურვანეს, კანკალებს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა წონებით ვარჯიშობთ, ბევრი გამეორება, პატარა წონა. 5-5 გამეორება ძალიან მაგარ შედეგზე. ხო, 5-5. 5-5 გამეორება, დიახ. შემდეგ მესამე ფუნქციონალური მუხლებზე ფიქსირდებით, მეგობრებო, იოგამაძე. ტრიცეპსი და საჯდომის კუნძე ჩვენი ყველაზე ესეთი ზონებია. ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ, ორივე ხელი განტელთან ერთად გადადის უკან. აქაც ჩავისუნთქე. ამოვდივართ და გავასწორეთ. ჩავისუნთქე. შევეცადოთ, რომ განტელი წინ არ გამოგვექცეს, უშუალოდ თავთან ავზიდეთ. შეგვიძლია იდაყვი ყესი რო არ ძალიან არ დაგვეჭიმოს, ოდნავ ჩატეხი მდგომარეობაში ტრიცეპსის კუნძე მაინც მოდის. ძირითადად 80% უკანა თავზე დატვირთვა. აი ასე. ამოვისუნთქე. აქაც დავამატებდი, რომ პრესი არის შეკრული, მეგობრებო, არ უნდა გაიქცეს საჯდომი უკან. ეს შეუძლიათ გააკეთოთ 3 მისვლა. ჩვენ დროის სიმცირის გამო ეხლა 5 ან 8 გამეორებას გავაკეთებთ. მაქსიმალურად უკან გატანა. 1 ოჩა. ფუნქციონალურის მესამე ვარიაცია, რომელიც სატელევიზიო შენიდან გამომდინარე. კი ბატონო. ზუსტად ეხლა ჩვენ გრძნობთ, რომ მუსიკაც შეიცვალა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა მუსიკას ვირჩევთ ჯგუფურ ვარჯიშზე და ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი мотиваცია, არა მხოლოდ ვარჯიშისთვის, არამედ ასე ვთქვათ, ჩვენი სხეულის ტვინის დასაბალანსებლად. გვექნება ზოგადად გაწელვა, გვჭირდება იმისთვის, რომ რომელი კუნთებიც იყო დანავარჯიშები მთავარ ნაწილში, ის კუნთები იწელება. მოდით ჯერ დავწვეთ და ასეთი სნეიკის პოზაში ჩასუნთქვით ამალთ მაღლა, მივაწვევით ხელებს. არის ნეიტრალურ პოზიციაში ხერხემალი და რა თქმა უნდა კისერი, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა დაბლა. კიდე ერთხელ, 2 ოჩახ 1 და ბოლოს გადავალთ, ბავშვის პოზა ქვია ამას და გავწელავ ზურგს მაქსიმალურად, ოჩახ. მოდ მეგობრებო, ეხლა დავდგეთ მუხლებზე. მოვტრიალდებით. 90 გრადუსზე არის ფეხის საყრდენი, გვერდზე გვაქვს ერთი ფეხი. შეეცადეთ, რომ არ ჩავარდეს ჩვენი თეძო, ზოგიერთი გასწორებული, ეს არის პრესის ხარჯზე. ივატრიალეთ მაქსიმალურად ჩვენი ტანი და გავიწელეთ ფეხისკენ. რამოდენიმე ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა გავჩერდით. ოჩახ. მოდი შევცვალოთ ფეხი. ჩავისუნთქეთ. ამოსუნთქვაში შეგიძლიათ, რომ ეს გაწელვა ამოსუნთქვაში გაიტანოთ. ოჩახ. ერთი მხარე ესე იგი გავწელოთ. მხარი არის დაბლა, ისევ პრესი არის ჩართული. მეორე მხარე. ოჩახ და ტრიცეპსი ხო გავავარჯიშეთ და გავწელოთ ახლა უკან. მეორეც. ოჩახ, ჩავისუნთქეთ.
ამოვისუნთქეთ. დილამ შვიდობის ჩამსუნთქვა. კი ბატონო, სუნთქვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ამიტომ დააკვირდით თუ ოდესმე ანუ დღის განმავლობაში იკავებს სუნთქვას, ამას დავაკვირდებით, ღრმად ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ და უფრო დაწყმებდება ჩვენი ნერვული სისტემა დაწყმდება. ციებულები თუ ვერთან ალერგიული რინიტი გვაქვს, მაშინ რას ვაკეთებთ ცხვირი? ვიწესრიგებთ პრობლემას და მერე ვსუნთქავთ. კი ბატონო, ვაცდეთ ვარჯიშებს ამ დროს? არ ვაცდეთ ვარჯიშებს. აუცილებლად მაინც კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან სანამ ვარჯიშს დაიწყებთ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. შემდეგ კვირამდე როგორ სწრაფად იციან ენერგიულად. 2 კილო ისე უჭირავს ერთხელში ამ სიფრიფანა გოგოს თითქოს არაფერი ჩემო. მეცაც დაიჭერს ვაკვირდები მე. მის შესაძლებლობებს. კი ბატონო. რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა. რეკლამა ძალიან მალე გაივლის, ასე რომ თქვენ არ გადართოთ და დაგვაკვირდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, რომელსაც ექიმის რჩევები განაგრძობს და შესაბამისად შოთა ჯანჯღავა მზად არის თქვენთან შესახვედრად, რომელიც დღეს ისეთ აქტუალურ თემაზე ისაუბრებს, როგორიცაა თირკმლის კენჭები. ძალიან საინტერესო თემაზე გვესაუბრება შოთა და შოთა სტუმარი და მანამ სანამ მათ დილამშვიდობისას ვეტყვით, გეტყვით რომ ექიმის რუბრიკის, სამედიცინო რუბრიკის წარმომადგენელი გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა, რომელიც აგერ გვიმშვენებს კიდევაც გვერდს და ზურგს მე ამ შემთხვევაში. ეს გახლავთ კოსმეტიკა, რომელიც გახლავთ ბუნებრივი ინგრედიენტებზე დამზადებული, პროფესიულიც და სამოყვარულოც კოსმეტიკა, რომელიც შეგიძლიათ ატაროთ მთელი დღის განმავლობაში თან, უპრობლემოდ, იყოთ ლამაზები, კოსმეტიკა, რომელიც ექსკლუზიურად შეგიძლიათ მოიძიოთ საფთიაქო ქსელში ავერსი. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა, შენი სილამაზისთვის, მხოლოდ ავერსში. დილამშვიდობისა, ბაჩოხატია, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მე როგორც ყოველთვის გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ კვირას. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი, ეს არის თირკმლის კენჭოვანი დაავადება და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოვიწვიეთ არაჩვეულებრივ სპეციალისტს შალვა ჭოველიძე, უროლოგი, ონკოუროლოგი, ანდროლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ინგოროყვა საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დილამშვიდობით ბატონი შალვა. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით დიდი მადლობა მომზადებისთვის. ბატონ შალვა, რა რისკ ფაქტორები არის და რატომ ვითარდება ეს თირკმლის კენჭოვანი დაავადება? დიახ, ეს ცოტა რთული ასახსნელი პრობლემაა. დღემდე მედიცინა ებრძვის ამას და ზოგიერთი საკითხები ჯერ კიდევ გაურკვევლია. საერთოდ კენჭების წარმოქმნა ნივთიერებათა ცვლის მოსვლას უკავშირდება. ესე იგი, თქვენ თვითონ შარდში არსებობს თვითონ ნივთიერებანი, სპეციალური ციტრატები, რომელიც ხეს უშლის კრისტალების წარმოქმნას. ეს ყველაფერი ძალიან გაწონასწორებული პროცესია და როდესაც ეს ირღვევა გარკვეული მიზეზების გამო, შესაბამისად კრისტალიზაცია ხდება. ან ბაქტერიაზე, ან თვითონ მარილებზე აიგება ერთი ბირთვი, რომელიც იზრდება და კენჭა წარმოიქმნება. შესაბამისად, ამას უწყობს ჯერ დავიწყოთ იმით, რომ სხვადასხვა დაავადებები, როგორც არის შარდსასქესო სისტემის განვითარების ანომალიები. ეს ნიშნავს, რომ იქ არის დაუშვათ არის შევიწროება, გაფართოება, როგორც თირკმლის ფიალის, მენჯის, სხვადასხვა სახის ანატომიური დარღვევები. ეს ერთი. მეორე ჰიპერპარათიროიდოზი. ორი პატარა ფარისებრი ჯირკვალთან არის ორი პატარა პარათიროიდული ჯირკვალი, რომელიც ჰიპერფუნქცია კალციუმის, ასე ვთქვათ, მეტად გამოყოფას იწვევს. ჰიპერთიროიდოზი, სარკოიდოზი არის ეს დაავადება, კრონის დაავადება. ერთ სიტყვით აქ არის ნივთიერებათა ცვლის შეწევა, გამოწვევის დარღვევა, რაც კენჭის წარმოქმნას იწვევს ხელს. კიდევ სხვადასხვა მედიკამენტების მიღება. მაგალითად არის ჭაბირავდემის კალციუმის, ვიტამინი E, ვიტამინი C-ს მიღება, სულფანიამიდების მიღება და სხვა. მე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესე როგორ გარემოში ცხოვრობთ. აი ცხელკლიმატურ გარემოში ცხოვრობთ. განსაკუთრებით რატომ არის თირკმლის ჭვალი, რომ უფრო ხშირდება ზაფხულის თვეებში, რადგან ცხელა სითხეს საკმარის არ ვიღებთ,
მინდა დეჰიდრატაცია და ეს საუკეთესო პირობებია კენჭის წარმოქმნისადმი. მე არის კიდევ ესეთი მემკვიდრეული განწყობილება, რომელიც ერთ-ერთი ფაქტორია მედიკამენტები გვთქვით და თავარია სითხის მიღება. ადამიანს უნდა ქონდეს ეს განსაკუთრებით ახლა უფრო ყალიბდება ეს ფენომენი თანამედროვე ადამიანში სითხის მიღების კულტურა. იმიტომ რომ ადამიანმა უნდა რეგულარულად მიიღოს სითხე დაახლოებით ლიტრ-ნახევარი 2 ლიტრა დღეში. არის ადამიანი რომელიც ნაკლებ სითხეს ძალიან არამოძრავი ადინამიური მჯდომარე მდგომარეობა აქვს სამსახური აქვს რაც ხელს უწყობს ამ კენჭების წარმოქმნას. ბატონ შალვა, აი მინერალური წყალთან დაკავშირებით ხო უწყობს ხელს მინერალური წყლის დიდი რაოდენობით მიღება კენჭების განვითარებას? გააჩნია რომელი მინერალური წყალს ვიღებთ, რომელიც ძალიან ბევრი კალციუმის მარილებს შეიცავენ. პირიქით არიან მინერალური წყლები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ ნიტრატების გაძლიერებას და ამ კენჭების წარმოშობი იონების გამოყოფას. ხოლო არის მინერალური წყლები, რომელიც ბევრ კალციუმს შეიცავენ და მათ შეუძლია, რა თქმა უნდა, ხელშეწყობილი ფაქტორი იყვნენ კენჭის წარმოშობისათვის. ასევე მინდა კითხოთ, აი როდესაც შარდმჟავა აქვს ადამიანს მომატებული და პოდაგრისკენ მიდრეკილება, თუ არის ეს კიდე რისკ ფაქტორი კენჭის განვითარებისთვის? ეს იმდენად მეცნიერულად დამტკიცებული არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა, შარდმჟავა მარილების კონცენტრაცია, როდესაც მომატებულია ესე პოლიართრიტული პოდაგრა და ასე შემდეგ, მათაც აღენიშნებათ შარდმჟავები, მაგრამ პირდაპირ კავშირი ესეთი არ არსებობს. ის სხვა მექანიზმია შარდმჟავა მარილების წარმოშობის. იმიტომ რომ აქ მთავარია შარდის მჟავატუტევანი წონასწორობა. აი შარდს არის pH. pH ეს ნიშნავს შარდში როგორია მისი ტუტოვანი, მჟავოვანი მდგომარეობა. წარმოვიდგეთ, არის შარდში არის pH 5. გვაქვს წარმოიშვა კენჭები, რომელიც დავადგინეთ ეხოსკოპიით თუ სხვა. ისინი დაუშვათ შარდმჟავა მარილების დროს განსაკუთრებული თვისება ისინი რენტგენზე არ ჩანან. ისინი კარგად ჩანან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, რენტგენზე არ ჩანან და ამ დროს შარდის pH-ის 5-ია. აქ უკვე შეგვიძლია რაღაც მიახლოებით შეიძლება უფრო დაზუსტებითად თქვა, რომ შარდმჟავა მარილებია, რომელიც ძალიან ადვილი სამკურნალოა. თუ ჩვენ ამ შარდის სიმჟავეს გადავიყვანთ ტუტოვან მდგომარეობაში, მათ შეუძლიათ ქემოლიზი, ანუ განიცადონ დისოლუცია ამ კენჭებმა. და შესაბამისად შეიძლება მივახციოთ საკმაოდ დიდი ზომის კენჭების სრული განლევაც კი. და სხვადასხვა მედიკამენტები არსებობს, ბლემარენი, უროლიტ-U და ასე შემდეგ. ეს ერთადერთი უროლოგებს უყვართ ეს ყველაზე კარგად სამკურნალო ქვები გახლავთ. ანუ ბატონ შალვა, ანუ გააჩნია ქვის შემადგენლობასაც ეს სამკურნალობასთან. როგორი ქვები არის? შარდმჟავიან დავაში სამი რამეა ყველაზე მთავარი. პირველი ეს არის და ფუნდამენტალური ქვის შემადგენლობა, მისი მინერალოგია. ჩვენ ვიცით, რომ უფრო კენჭების შემადგენლობა ხშირია ოქსალატების შემცველი, ფოსფატების ოქსალატები, კალციუმის მარილები. ისინი არიან მონოდიჰიდრატები, არიან 75-80% შემადგენლობა ქიმიური ეს გახლავთ. შემდეგი მოდის აი ეს ურატები, რაც წეგან მახსენეთ, რომელიც 5-10%-ია. დანარჩენი ფოსფოამონიუმ მაგნეზიუმის სტრუვიტები, ფსუვიტები, ესენი არიან უფრო ინფექციური ქვები. რომელიც ინფექციას წარმოიშვა და ბოლოს არის ცისტინები, ეს უფრო იშვიათია, რეცესიული დომინანტური ქვები გახლავთ და ამ ეს პირველი მნიშვნელოვანი მინერალოგია, მეორე ზომა, რა ზომისა კონკრეტი და ყველაზე მთავარი მესამე ლოკალიზაცია, სად იმყოფება ის. ქვები არ წარმოიშვა შარდსაწვდომში, ის წარმოიშვა ან თირკმელში, ან შარდის ბუში. შესაბამისად, მათ უნდა გაიაროს საშარდე გზები და იმ საშარდე გზების გავლის დროს ხდება სწორედ თირკმლის ჭვალის შეტევა. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის ზომას, აი ზომას და სად იმყოფება, რომ რამდენად შანსი გვაქვს კურნალობით გამოვაძეოთ ეს კონკრეტი. თუ ეს 5 მმ, 6 მმ გამოძიების შანსი ძალიან დიდია. სპაზმოლიტიური ანთების საწინააღმდეგო შესაბამისად ალფა ბლოკერები არსებობს, რომელიც ადუნებს მუსკულატურას შარდსაწვეთის და შესაბამისად უნდა გამოიყოს უფრო ადვილად. შეიძლება მიახდა. ხო თუ ზომა უკვე 6 სანტიმეტრზე მეტია, უკვე მიდის 1 სანტიმეტრამდე, მისი გამოყოფის შანსი ძალზე დაბალია. ამიტომ შემდგომ დამატებითი
ყველანაირი დამატებითი გამოკვლევები და კურნალობა საჭირო რომ ეს კენჭი მოვიშოროთ. დიახ. ბატონ შალვა, აი სიმპტომურად გარდა თითქმის ჭვალისა, როცა უკვე შეტევა იწყება ადამიანს, აქვს რამე ისეთ გამოხატული სიმპტომი წინასწარ რომ იეჭვას? თითქმის ჭვალი ხა ძირითადი გამოხატულებაა, იმიტომ რომ თითქმის რატო წარმოიშობა? კენჭი რო წამოვა, ის დაეცობა. ძალიან უცბად შეგუბდება შარდი, ესე იგი სწრაფი შეგუბება მიდის შარდი და თითქმის აქ კაფსულა გარშემო, რომელიც ძალიან მდიდარია ნერვული დაბოლოებებით. ამ კაფსულის დაჭირით ეს არის ფანტომური ტკივილები, ავადმყოფები აღწერენ რაღაც შეუდარებელ უძლიერეს ტკივილებს, რომელიც ძალიან გასაძლებელი. და სხვა მნიშვნელობად ქრონიკულად მიდის დაავადება, რომელიც ნელა-ნელა იწვევს ესე იგი ყრუ ტკივილს თითქმის არეში დაუშვათ და სამწუხაროდ ეს მე იწევს თითქმის ტრანსფორმაციას ჰიდრონეფროზისაკენ. ეს მისი თითქმის შიგითა ესე იგი მეფშალო სისტემა ნელა-ნელა ფართოვდება და უკვე თირკმელი გადაგვარებას იწყებს. ამით არის ეს სიმპტომები, რა თქმა უნდა, რომელიც ქრონიკულად მიდროს, მაგრამ ძირითადად ყოველთვის მწვავეა თირკმლის ჭვალი. დიახ. ბატონ შალვა, აი რა სადიაგნოსტიკო მეთოდები იხმარება თითქმის კენჭის დიაგნოსტირებისთვის? ახსენეთ თქვენ შემადგენლობას. დღევანდელი მედიცინისთვის უკვე ეს სადგემის ძალიან მრავალფეროვანია, ძალიან სწრაფია. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის ულტრასონოგრაფია, ანუ ეხოსკოპია, რომელსაც შევეძახით, რომელსაც სუსტად შეგვიძლია დღევანდელი ეხოსკოპიით 13 აპარატით სუსტად შეგვიძლია დავადგინოთ სად მდებარეობს კენჭი, როგორია სასარდლის სისტემის მდგომარეობა. მეორე შარდის ანალიზი, რომელიც ფუნდამენტალურია. შარდში ჩდება ერითროციტები, თუ ანთება მასში ჩდება ლეიკოციტები, თუ ჩდება უფრო უარესი ნიტრიტები, რომელიც გამოარყოფითი ინფექციის დამახასიათებელია. და რა თქმა უნდა, თუ ეს კენჭი რენტგენზეც არ ჩანს და ვერც ვიპოვეთ კომპიუტერული ტომოგრაფია. აი მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც შედის ავადმყოფი თირკმლის ჭვალით, მას უკვე როგორც სტანდარტი უკეთებია პირველ რიგში რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რის რენტგენი პოზიტიურია თუ რენტგენი ნეგატიურია ქვა და კომპიუტერული ტომოგრაფია. თავისი ყველანაირი ბიოლოგიური ანალიზებით, ეს შარდის ანალიზი, სისხლის საერთო-ანალიზი, კრეატინემია და ასე შემდეგ. ნუ დღეს ძალიან გაადვილებულია მედიცინას, სწორი მართვა თირკმლის ჭვალის სპეციალური პროტოკოლები არსებობს, რა თქმა უნდა, მას არ უნდა გადაუხვიოთ და თუ სწორად ჩავერევით და დროზე ჩავერევით, კურნალობა ძალზედ ეფექტურია. თუმცა არ უნდა შეგეშალოს, რომ თირკმლის ჭვალის დროს არის სხვა დაავადებებიც, რომელიც უნდა გამოვიწყოთ. იმიტომ მარჯვენა მხარეს არის ჭეღელე ნაწლავი, ანუ ნაწლავს რო ეძახით, არის ქალშის საკვერცხე, არის ეს კლინიკაც ადვილი გასარკვევია. ყველაზე ამომავალი წერტილია შარდში ცვლილებები და თვითონ კლინიკური მონაცემები, როგორც ეხოსკოპიური, ისე ფიზიკალური მონაცემები. აი რა მკურნალობის მეთოდები არსებობს, ბატონ შალვა, ახლა მოსახლეობაში გავრცელებულია დარტყმა და ქირურგია. კიდევ რა ხდება ამ მდგომარეობაში? მკურნალობის მეთოდები ძალზედ გაფართოვდა. პირველ რიგში დავიწყოთ ეს მედიკამენტებით. წეგან აღნიშნეთ, თუ კენჭის ზომა პატარა და შეგვიძლია ეს წარმატებით გამოვდენოთ ანთების საწილადაგო, ანტისპაზმოლიტიური და გადასხვევით, ჰიდრატაციით შეგვიძლია კენჭი გამოვდეთ, მედიკამენტოზურად ჩაიაროს ამან. თუ არა და არსებობს შემდგომი არის დისტანციური ლითოტრიფსია. ეს არის აპარატი, რომელიც გამოსცემს ულტრაბგერის ან მექანიკური დარტყმითი ტალღებია, რომელიც ეხოსკოპიით და რენტგენოლოგიით მიმართავს ზუსტად კენჭისაკენ. ამ კენჭს ამ დარტყმების შედეგად აქცევს პატარ-პატარა ნაწილაკებად, ანუ გააცამტვერებს, რომელიც გამოყოფა მე ძალზედ ადვილია უკვე. ეს ლითოტრიფსია რაც შეეხება. და მეორე, თუ ამას ვერ ვახცევთ, უკვე არსებობს დღევანდელი თანამედროვე უროლოგიის ენდოსკოპიური მეთოდები. ურეტერო რენოცისტოსკოპია. ესე იგი, საშარდე გზებიდან, ქვევიდან, ჩვენ ძალიან წარმატებით შევალთ სპეციალური კინის ან ფიბროს არსებობს, როგორც გასტროფიბროსკოპიის დროს არსებობს ფიბრო აპარატები, შევდიოთ, მივახლოვდებით კენჭს და შეგვიძლია მისი მასზე მექანიკური ზემოქმედება მოვახდეთ ლაზერით. ბოლო მიღწევი მედიცინის ეს ორგან ლაზერია, რომელთაც ასე ვაცამტვერებთ უშუალო კონტაქტით მას. შესაძლოა გამოიყოფა. არ უნდა დავიწყოს, რომ ამას ყველაფერს თავისი ჩვენება აქვს. იმიტომ არსებობს სიტუაცია უკვე გართულებული ინფექციით. ამ დროს უნდა პირველ რიგში მოხდეს
შარდის დერივაცია. ანუ უნდა ჩავდგათ ან რაღაცა ბილი იმას შარდსაწვეთში, ან უნდა თირკმლიდან უნდა უჩხვლიტოთ და დავადოთ ნეფროსტომა, რომ ესე იგი მოვახდინოთ ამ ინფექციის აღმოფხვრა და შემდგომ ვიფიქროთ ამ კენჭის დასვლაზე. ეს ერთი. მეორე, ახლა უკვე თირკმლიდან კანისდან ანუ საშუალებით შეგვიძლია შევიდეთ, ამას ქვია პერკუტანეული ლიტოტრიფსია. ნელა შედიან თირკმლის წიაღებში, აფართოვებთ მას და მივიდგებით შესაბამისად კენჭს და ასევე სხვადასხვა ლაზერით თუ სხვა მექანიკური საშუალებით შეგვიძლია მისი გაცამტვერება და გამოძევება. ხშირად არის ხოლმე ამ კენჭების კურნაობის დროს ზომასთან მიმართებაში თუ არის ამ კურნაობის არჩევის კუთხით პირველი ხა რა თქმა უნდა ზომა ეს ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი შარდკენჭოვან დაავადებაში და ჩვენ არ უნდა დაგვიწყოს 2 სანტიმეტრზე მეტ კონკრემენტებს რომელიც მდებარეობს თირკმლის ღრუებში ვერ დავშლით გარეგანი ლიტოტრიფსიით. აქ ჩვენ პირდაპირ გადაწყვეტილა მივიღოთ ან ურეტერორენოსკოპიით, ან პერკუტანეული ქირურგიით. არსებობს კიდე მარჯინისებური ქვები. აი რომლებიც თლიანად იმეორებენ თირკმლის მეჩფიალათა სისტემას. თითქოს მარჯანი იმიტომ ქვია, რომ ის ძალიან ლამაზია, ის იმეორებს ფიალების სისტემას და მარჯნის ფორმა აქვს. ახლა მისი დაშლა ასე ადვილი არ არის. მაგას შეიძლება ლიტოტრიფსის შესაძლებელია პერკუტანეული, მაგრამ მოითხოვს შეიძლება 2, 3 და 4 პროცედურა, ან ბოლო-ბოლო არის სიტუაცია, როდესაც ექსტრემალურად ბოლო ვარიანტია ღია ქირურგია. ღია ქირურგიული გზით უნდა იყოს ამოღებული ეს კენჭი. ამიტომ ზომა ერთ-ერთი ძალიან დიდი ფაქტორი გადამწყვეტია. თუ ქირურგი და უროლოგი წყვიტავს ზომის მიხედვით რა ტაქტიკას მივეცეთ. აი ბატონო შალვა, თუ ჩვენ არ გვაქვს ესე გამოხატული სიმპტომები, პროფილაქტიკური კვლევების დროს რა სიხშირით უნდა შევამოწმოთ თირკმლის მდგომარეობა და ფუნქციური პროფილაქტიკური გამოკვლევები ეს არის ძირითადად ულტრასონოგრაფია. აი მაგალითად ადამიანი მიდის ჩვეულებრივად იკეთებს მუცლის ეხოსკოპიაზე, თირკმლების ეხოსკოპიაზე, უცბად აღმოაჩენს მაქვს რამოდენიმე კონკრემენტი აქვს, ზემოფიალა, შუაფიალა, ქვედაფიალა, რომელიც საერთოდ არ აწუხებს და ასიმპტომატურია. რა თქმა უნდა, გააჩნია მის ზომებს, შეიძლება ზოგიერთ სულაც არ უგურნალოთ. ჩვენ უნდა დავადგინოთ მისი მინერალოგია, კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს შარდის პიაშით, რენტგენზე ჩანს თუ არა, შესაძლოა მე გამომიმუშავოთ ტაქტიკა. არის ეს სიტუაციები, როდესაც ეს ქვები ჩაჭედილია ფიალებში და ვერასოდეს ვერ გამოყოფს. ის ყოველთვის ექნება მას 5-6 მმ კენჭების თირკმლის სხვადასხვა არეში. რა თქმა უნდა, მათ ასეთ ამოტყუს უნდა ურჩიოთ დინამიური კონტროლი, ყოველ 6 თვეში ერთხელ თუ წელიწადში ერთხელ თირკმლის ეხოსკოპია. თუ გვაქვს საშუალება და მივაგენით მინერალოგიას რაღაც თერაპია დავუნიშნოთ, რომ მოხდეს ამ ქვების ლიზისი და გამოყოფა. თორე არის ახლა სიტუაცია, როდესაც კონკრემენტები მთელი ცხოვრება ვატარებთ. ის სულ საერთოდ არ გვაწუხებს. და აი ბატონო შალვა, თუ არა ამე ისეთი პრევენციური ღონისძიებები, როცა ავიცილოთ თავიდან რომ არ განვითარდეს კენჭი. რა თქმა უნდა, პრევენცია ეს არის ჭარბის სითხის მიღება ყოველთვის. ეს ადამიანი აი თქვენ თუ დააგვირდებით საზღვარგარეთ, ყოველას ჭიქა უჭირავს ხელში. და ჭიქით დადია. ესე იგი ჩვენი ცხოვრების წესი უნდა შემოიღოთ ისეთი, რომ მივიღოთ ლიტრანახევარი 2 ლიტრამდე, 2 ლიტრანახევარის სითხე დღეში. ეს არის ერთ-ერთი დიდი პრევენცია. თუ რა თქმა უნდა, არ გვაქვს სხვადასხვა დაავადებები და ფაქტორები, რომელიც უწყობს და უწყობს ამ კენჭის წარმოქმნას, რომელსაც უკვე სხვანაირად უნდა ვებრძოლოთ რა. დიდი მადლობა მინდა გითხრა ბატონ შალვა ესეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის. ბატონო, ესეთი თემა რო შეიძლება მასზე ძალიან დიდხანს საუბარი და დღევანდელი მედიცინა უკვე ნუ რა ვიცი შეეშინდება კენჭოვან დაავადებას ძალზე წარმატებით ებრძვის. დიდი მადლობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ბატონი შალვა ჭაველიძე, უროლოგი, ონკოუროლოგი, ანდროლოგი, რომელიც დღეს საუბრობდა თითქოს კენჭოვან დაავადებებზე. თუ თქვენ ვერ მოახერხეთ ჩვენი ლაივში ყურება, შეგიძლიათ ჩვენს Facebook ვერზე გვადევნოთ თვალი, სადაც ეს გადაცემა დაიდება და შეგიძლიათ ასევე იქაც გვიყუროთ. დიდი მადლობა, მე ერთი კვირი დაგემშვიდობებით და გისურვებთ ჯანმრთელობას. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის მხოლოდ ავერში. დიდი მადლობა შოთას და მის არაჩვეულებრივ სტუმარს და როგორ ოპტიმისტურად დაგვემშვიდობდნენ, ხედავ რომ მედიცინა ისე ვითარდება, რომ ეხლა არც კენჭის უნდა გეშინოდეს ჩავაბაჩოთ არც არაფრის თავარია დროზე დიაგნოსტიკა.
ანა ზაქაშვილი გვიერთდება თავისი რუბრიკით სარჩევი ასეთი ტანის ამოსებით მოცული საკიდებით არის ჩვენთან და შესაბამისად მე ეჭვი მაქვს საფუძვლიანი რომ რჩევებიც მასთან დაკავშირებით უნდა მოგწეს. ოხ, როგორი გოგონური თემაა, ბაჭო, ხდები, ხო და არა მარტო პრინციპი. კიდევ ერთხელ დილომშვიდობის, კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გესაუბროთ და ძალიან აქტუალურ თემაზე, ასეც ვიტყოდი. როგორ გავარჩიოთ ორიგინალი რეპლიკისგან. დღეს ძალიან ბევრი პოსტი იწერება სოციალურ ქსელში. თავსატეხია მსოფლიოსი, მსოფლიო თავსატეხია, არა მხოლოდ მსოფლიოსი, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური არის ეს საკითხი. როგორ უნდა გავარჩიოთ ორიგინალი რეპლიკისგან, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი პოსტი იწერება სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი დაზარალებული მომხმარებელი ყავს, ისინი საქართველოში არსებული სხვადასხვა ბუწიკებიდან თუ სხვადასხვა ონლაინ გადამყიდველებისგან ყიდულობენ ტანსაცმელს, იხდიან მათში კოლოსალურ თანხებს და უცებ აღმოჩნდება, რომ მათ არა ბრენდული სამოსი შეიძინეს, არამედ ამ ბრენდის ძალიან მაღალი ხარისხის რეპლიკა და ბუნებრივია, როდესაც ახლა ძალიან მაღალ თანხას ვიხდით სამოსში, გვინდა რომ შესაბამისი ხარისხი ჰქონდეს და იყოს ავთენტური. დღეს აი მაგალითად თუ კი ადრე ძალიან მარტივი იყო ორიგინალის გარჩევა არა ორიგინალისგან, თუნდაც ლოგოთი ან სხვადასხვა საშუალებებით, დღეს ძალიან დაიხვეწნენ, შეიძლება ითქვას თაღლითები და ძალიან რთულად არის გასარჩევი თუნდაც ამ სფეროში ჩახედული ადამიანისთვის, რამდენად ავთენტური არის ესა თუ ის ნივთი. ანა, პრინციპში რატომ თაღლითები ვთქვათ, იმიტომ რომ როდესაც პირველი ხაზის რეპლიკაც ხომ საკმაოდ ძვირი ღირს, ანუ არა მოტყობილი შეება მომხმარებელი თუ კი ეუბნებიან რომ ეს არის არა რეპლიკა, არამედ არის ორიგინალი და ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დღეს მაყურებლებისთვის გვესწავლებინა როგორ უნდა გაარჩიონ ორიგინალი რეპლიკისგან. საზღვარგარეთ როცა ყიდულობ და მართლა შეიძლება საერთოდ არ იყოს სხვაობა რეპლიკას და ორიგინალს შორის, ანუ ხარისხი უმაღლესია და ფასიც მაღალია, მაგრამ გეუბნებიან რომ ეს არის პირველი ხარისხის რეპლიკა. თუმცა საქართველოში გეუბნებიან რომ არ არის ხშირ შემთხვევაში რომ არ არის ორიგინალი. ერთ პატარა დავალება მოგიმზადეთ და მაინტერესებს თქვენ როგორ გაართმევთ თავს. სტუდიაში წარმოდგენილი გვაქვს როგორც მაღალი ხარისხის ორიგინალი სამოსი და სხვადასხვა აქსესუარი, ასევე არა ორიგინალი და აი მაინტერესებს ახლა რომ დავიწყოთ თუნდაც აი ამ ჩანთით თქვენი აზრით და შეფასებით ეს ჩანთა ორიგინალი იქნება თუ რეპლიკა. მე მგონი თქვენი აზრით ხმამაღალი ნათქვამია, შენი აზრით პირდაპირ შეგიძლია ხატიას. მე შენი აზრი მაინტერესებს. ხატიას ცოტა რთულია, ხო, ხატია ვერ მიხვდეს. აი მაგალითად მე შემიძლია ახლოდანაც მოგიტანოთ და გაჩვენოთ და სხვადასხვა კრიტერიუმით თქვენ შეაფასოთ არის თუ არა ორიგინალი ან რეპლიკა. აქვე მოგაშველებთ მეორე ჩანთასაც და შედარება რომ გააკეთოთ ამ ორი ჩანთას. შემთხვევაში, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მოდი სიმართლე ვთქვათ და ეს ჩანთა მე როგორც ორიგინალი ისე მაქვს ნაყიდი საზღვარგარეთ. ნახე აი. შენი ჩანთა ესა? კი. ალბათ ბაშოსის უნდა გვეკითხა ეს უფრო. აი ამ ჩანთაზე რა სიტყვი ეს ჩანთა ვიცი. მაგრამ არ ვიცი, ყოველში მე როგორც ორიგინალი ისე ვიყიდე. ბაიერისგან მაქვს ნაყიდი ონლაინ, ქართველი ემიგრანტისგან, რომელსაც ძალიან ვენდობი. და არ ვიცი ხა თუ კარგი, აი ამ ჩანთაზე რა შეგიძლიათ მითხრას? ეს ჩანთა ნამდვილად არ არის. შენ და აი ამ ჩანთაზე რა შეგიძლია მითხრა? არა, მართლა მაინტერესებს ეს შენი ჩანთა? არა, ეს არის. რაც შემია გეტყვი ყველა. კაი, ახლა ამ ეს. ხო, იცი რა არის, ძალიან გამიჭირდება მართლა ორიგინალის რეპლიკისგან გარჩევა. მაგრამ იცი რა არის? აი როგორ ხვდები ხოლმე მაგალითად და როგორ ამოწმებ შენი კრიტერიუმები რა არის შემოწმების ორიგინალი არის თუ რეპლიკა ჩანთა? იცი რა არის? ხა ესეთი კრიტერიუმები არ ვიცი, მაგრამ იმიტომ კი არა რომ ეს ჩემი არ არის. მაგრამ გონია რომ კარგი ხარისხის რეპლიკაა. აი ცოტა მეუხეშება იცი რა ეს დეტალები თვითონ რომელიც კორსისთვის კი ბატონო ორიგინალი უფრო დელიკატური ნამუშევარი არის ხოლმე როგორც ყოველთვის. არც ისე მარტივი არის როგორც ნახეთ გარჩევა ორიგინალის რეპლიკისგან, თუ კი პირველი ხაზის რეპლიკა არის მით უმეტეს, იმიტომ რომ ძალიან დაიხვეწა ტექნოლოგიები და მარტივი არის გაყალბება ასე რომ ვთქვათ. მე მაინტერესებს ის ხატიას ჩანთა ორიგინალი არის თუ რეპლიკა. აი მაგ ყველაფერზე პასუხს გავცემს ჩვენი სტუმარი ფაბერის დამფუძნებელი ანანა დოლაბერიძე არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი.
ანანო მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარჯეთ. მივარი მოგზაურობთ. საკუთარ თავზე ყველა თქვას აბსოლუტურად პასუხი. პირველ რიგში ალბათ საინტერესო არის ის, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მოგმართავთ ყოველდღიურად იმასთან დაკავშირებით, რომ დაადგინდეს ნივთის ავთენტურობა. რამდენად დიდარი არის, რა თქმა უნდა, ბჭყალებში ჩვენი ბაზარი რეპლიკებით და რამდენად რთული არის გამიხვდე ორიგინალი არის სამოსი თუ არა ორიგინალი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის და ესეთი მნიშვნელოვანი თემით დაინტერესებისთვის. სამწუხაროდ საქართველოს ძალიან მდიდარია რეპლიკებით, ასე ვთქვათ, და სამწუხაროდ ასევე ცენტრალურ უბნებში არაერთი მაღაზია არის ფეიქ ნივთების და ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ვფიქრობ, რომ რაღაცა რეგულაციები არსებობდეს, რომ მინიმუმ ესე მაღაზიები არ იყოს ესე თამამად ცენტრალურ უბნებში განთავსებული და არ ყიდდნენ და არ ახდენდნენ პოპულარიზაციას ფეიქ ნივთების. აი, ჩვენი კანონმდებლობა თქვენ შეეხეთ, რომ სამწუხაროდ ასეთი სიტყვა ახსენეთ, ჩვენს ქვეყანაში აი რა არსებობს თუ არა რაღაც საკანონმდებლო კანონი იმასთან დაკავშირებით, აი რაც თქვენ ახსენეთ, ხო? აი რა რეგულაციები არსებობს ჩვენს ქვეყანაში? სამწუხაროდ არანაირი რეგულაციები არ არსებობს დღევანდელი მოცემულობით, თუ გავითვალისწინებთ მაგალითად იმ ფაქტორს, რომ თუნდაც ამერიკაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სხვათა შორის აზერბაიჯანშიც დაახლოებით 1 წლის წინ მიიღეს ეს კანონი, რომ თუნდაც საზღვარზე შენ თუ ფეიქი ჩანთით გადაადგილდები, მესასროს აქვს უფლება შეამოწმოს და იმ შემთხვევაში თუ არ აღმოჩნდება ფეიქი, ჩანთა დაიტოვოს, გაანადგუროს. კანადაშია, იაპონიაში, საფრანგეთში, ამერიკაში ასე შემდეგ. ანუ როგორც მგზავრი შეუძლია, რომ შენ თუ თქვა ფეიქი ლუი ვიტონის ჩანთით გადაადგილდები, ანუ მე ხარ გადაკიდებული რომ მქონდეს ფეიქი, შეიძლება მესასროს და ჩვენ ძალიან გვიხაროთ და გვინდოდა რომ საქართველოშიც ვალე პოლიტიკა არის ალბათ. რა თქმა უნდა, ბრენდების პოლიტიკა პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის ინტელექტუალური საკუთრების თემა. რა თქმა უნდა. უფლებების, რომელსაც თქვა არ გვაქვს ის ადამიანი, ვინც თქვა ან ფეიქს აწარმოებს, ან ყიდულობს და ატარებს და ამით ახდენს პოპულარიზაციას. კი ბატონო. ასევე საინტერესო არის ის თუ რა ნიშნებით ხდება ზოგადად იდენტიფიცირება და ავთენტიფიკაციის დადგენა ამა თუ ნივთის. არსებობს თუ რაღაცა უნივერსალური კრიტერიუმი, რითაც მაგალითად ჩვენმა მაყურებელმა, რომელიც ახლა გვიყურებს, შეაფასოს ნივთის ორიგინალობა და არა. დავიწყებ იმით, რომ ზოგადად ავთენტიფიკაცია რაღაცა მეცნიერებასავით არის. არის ურთულესი პროფესია, ასე ვთქვათ, საქართველოში პირველებმა ჩვენ დავნერგეთ, შეიძლება ითქვას და როცა მქონდა ეს ჭიდილი, რომ აი საიდან როგორ ვიწყებთ ამას, არანაირი კითხვაზე პასუხი არ მქონდა, რაღაც გამოცდილებასთან ერთად მოვიდა და არის თავიდან ბოლომდე მანუალური პროცესი. აბსოლუტურად ყველა ბრენდის კატეგორიას ის იქნება ჩანთა, ფეხსაცმელი თუ ტანსაცმელი, რომელ წელს არის გამოშვებული, რომელ ქვეყანაში არის გამოშვებული, ან რომელი ქვეყნისთვის არის გამოშვებული, სრულიად განსხვავდება ყველა მოცემულობა და ამიტომ ძალიან რთული და ძალიან საპასუხისმგებლო თემაა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ძალიან გართულდა, იმიტომ რომ ადრე თუ მაგალითად ლოგოს შევხედავდით ხოლმე, ხდებოდით ხოლმე. თუ იყო გვეგონა რომ ზუსტია, იმიტომ რომ ცოტა ზუსტი და ლოგო როა ვეღარ წარმოიდგინე. კი, ანუ ამ კუთხითაც კი, ძალიან გართულდა და რაღაცა ტერმინებით შემოვიდა, ვღადავთ ხოლმე რაღაცა ლუქს რეპლიკა, პირველი ხაზის რეპლიკა, ისეთი რეპლიკა, ასეთი რეპლიკა და რაღაცა ძალიან პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორია, იმიტომ რომ მე მაგალითად შეიძლება ცოტა ისე გამოდის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველთვის ჯობია გეცვას ის ბრენდი, რაზეც ხელი მიგიწვდება და არ ჩაიცვა ფეიქი და პირველ რიგში ეს ხო არის რაღაცა საავტორო უფლებების დარღვევა. ხო, მე თუ მღერი და შენ თუ ჩემს სიმღერას იყენებ კომერციალიზაციისთვის, შენ ესე იგი ჩემს უფლებებს არ გვევ. ხო, ანუ ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია შეხედოს ხალხმა, რომ შედაც ყიდლობ რაღაც კონკრეტული ბრენდის ფეიქს, ესე იგი იმ ბრენდს პატივს არცემ, პრობლემას უქმნი და მის უფლებებს არ გვევ, იმიტომ რომ ამ ყოველთვის მონაწილე ხდები, ხო? ანუ ფაქტობრივად თავსაც ხო იტყუება რა. თავსაც იტყუება, ხა მე ბევრჯერ მქონია ბოდიში ერთ სიტყვი, ბევრჯერ მქონია მომხმარებლისგან ესეთი ფიდბექი, რომ იცი რა არ მაქვს მე ვთქვათ იმის საშუალება, რომ 3000 евро გადავიხადო ჩანთაში და ეს მომწონს და რა გავაკეთო და მინდა, მაგრამ რეალურად ამიტომ არის ალბათ მნიშვნელოვანი რაღაც ინფორმაციის ქონა, awareness-ი ამ ყოველს არ არის რაც გინდა. ხო, ეს არ არის, მაგრამ თავს იტყუებ, ნამდვილად, ბოდიში თქვენ რაღაც. აი კანონმდებლობასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, და მით უმეტეს, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ძალიან რთულია გარჩევა რეპლიკისა და რაღაცა თითქმის შეუძლებელიც კი ზოგ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა, რომელმაც შეიძინა ეს და რაღაცა თავისი თანხები გადაიხადა უცებ ვიღაცა საბაჟოზე თუ რა ვიცი მე, სადღაც ქუჩაში ართმევს ამას და უნადგურებს, ანუ სად მე ვფიქრობ, რომ მაშინ ამ გამყალბებლებს უნდა ებრძოლონ და არა
უკვე მომხმარებელს, რომელსაც რაღაც თავისი მაგრამ იქ პოლიტიკა აქვს ესეთი, რომ მაგალითად საფრანგეთში შეიძლება პოლიციამ გაგაჩეროს და შენ თუ მაგალითად კრისტიან დიორის ჩანთით ხარ, შეამოწმოს და იმიტომ იმ ქვეყანაში ის კანონი მოქმედებს და შენ ასე ვთქვათ, ვალდებული ხარ. ანუ არ უნდა შეიძინო რა იმ ქვეყნის მოქალაქეებს ხარ, უნდა იცოდე რომ ფეიკი არის. ხო და თუ ვერ გავარჩიეთ, რომ მაგას რომ ვერ გავარჩიე ფეიკი და მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ ძალიან ახლები არიან და ესე ინფორმაცია არ აქვს. თუმცა მე მქონდა კომუნიკაცია და გვინდა რომ რაღაცა ეს თემა უფრო წამოვწიოთ წინ და რეალურად რაღაცა რეგულაციები დაიწყოს ამ ქვეყანაშიც, იმიტომ რომ რაც განვითარებისთან ერთად ეს რაღაცებიც მნიშვნელოვანია, პირველში მომხმარებელს ინფორმაცია ქონდეს, მას აქვს უფლება იცოდეს, რას ყიდულობს, ეს ყველაზე მთავარია ჩემი აზრით, თუ ფეიქს ყიდულობ, უნდა იცოდე, რომ ფეიქში იხდით თანხას და პირველში არ მოგატყუონ და ნუ ჩვენთან რადგან ეს მაღალი კლასის ბრენდები არც არის წარმოდგენილი სამწუხაროდ ჯერჯერობით ინტერესიც ბაზარზე არ არის, მაგრამ იმედია გაჩნდება. პირველ რიგში ეჭვი უნდა გაგიჩნდეს ფასთან მიმართებაში, ხო, როდესაც ყიდულობ. ხოცი რა, ძალიან ხშირად 1500 ევროდ ვერ იყიდა ის ხო ზუსტად იცი და სამწუხაროდ ძალიან ხშირად არის ის ფაქტი, რომ ორიგინალის ფასად ყიდიან fake news-ებსაც, რომლებიც ერთ-ერთია რეალურად, მაგრამ ყოველთვის არის რაღაცა ერთი პატარა დეტალი, რომელიც არ ემთხვევა, ამიტომ ჩვენთან მაგალითად ავთენტიფიკაციის ორ ეტაპს გადის ესეთი მაღალი კლასის ბრენდები და შეიძლება თქვათ ნაკერი, ლოგო, ტყავი იყოს იდეალური, მაგრამ სადღაც ერთი დეტალი იყოს ისეთი, რაც დაგაეჭვებს, რომ ეს, იმიტომ რომ ავთენტიფიკაციის დროს ეს მთელი კომპლექსური პროცესია, შენ ვერ იტყვი, რომ შანელის ლოგო სწორად აქვს, ტყავი კარგია, ნაკერები კარგია და ბრენდი ავთენტურია. არა, ძალიან ბევრი ფაქტორია, მაგალითად, შანელის ჩანთების შემთხვევაში არის სერიული ნომერი, რომელიც კონკრეტული ციფრით იწყება, კონკრეტულ წელს გამოშვებული, ისინიც რომ ემთხვეოდეს, ყოს ინფორმაცია ყველას აქვს, ხო, ვინც აყალბებს. და თუ მაგალითად საქართველოში არ გვაქვს რაღაცნაირი შესაბამისი ორგანო, ვინც ამ ყველაფერს არეგულირებს. აი, მაინტერესებს მაგალითად თუ იმ ოფიციალურ ბრენდებს თუ აქვთ ინფორმაცია თავიანთ საიტებზე განთავსებული, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია რომ იხელთვალოს. და სხვათა შორის დეტალებიც კი არ უდევთ ოფიციალურ ბრენდებს თავიანთი პროდუქციის, აი მაგალითად მაღალი კლასის ბრენდების საიტებზე რო შეხვიდე, აი დეტალური ინფორმაცია, დეტალური ფოტოები, თქვათ შიგნით, ნაკერები არასდროს არ უდევთ, ისევ იმიტომ რომ თავიდან აირიდონ ის რომ მეტი ინფორმაცია გასცენ, ასე ვთქვათ, ფეიქი მწარმოებლებისთვის. რთულია, იმიტომ რომ პარფიუმერია იყო პირველი, ვინც შეეჩეხა ამას და ყველაზე რთულად მანდ არის საქმე, ხო? პარფიუმერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავის ტკივილია დღემდე, იმიტომ რომ სანამ არ გახსნი და შიგნით არ შეიძლება შიგნითაც იგივე იყოს, მაგრამ რო იპყურებ მე ხვდები რომ 15 წუთში თქვათ ერთ საათი გადის. რასაც აკეთებენ კიდე არის ერთი ის, რომ პარფიუმერის შემთხვევაში თვითონ წყალს ასხავენ ავთენტურ ბოთლში და შეფუთვაში და ხო, სანამ არ გამოცდი საკუთარ ძალიან მიუწვდება ხელი წარმოებელს. ნუ გადაგდებული ალბათ რაღაცა არის მე მაგაში არ ვარ გარკვეული საცხოვრებელი. არა, იგივეს აკეთებს, ერთსაც ყიდულობს ორიგინალს და ზუსტად იდენტურს აკეთებს. ხო, ანუ რაღაცნაირად გამომდინარე იქიდან რომ ძალიან მარტივი არის მოტყუება მომხმარებლის, მოდი მაშინ კონკრეტული დავიწყოთ ჯერ რეპლიკით. მოდი და რეპლიკის მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ, რას უნდა მივაქციოთ, მაგალითად აი ამ ჩანთის დროს ყურადღება, აი რა თუ არსებობს რაღაცა უნივერსალური ესე ვთქვათ იდენტიფიკატორები, უნივერსალური არ არსებობს, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ტექნოლოგიები იმდენად წინ მიდის, რომ დღეს უკვე არსებობს AI ავთენტიკატორი, ასე ვთქვათ, პლატფორმები, სადაც შენ AI 90%-ით რაღაცა უჯრედულ დონეზე გიმოწმებს, ვთქვათ, ტყავის შემადგენლობას, ხო, ფოტოების საშუალებით და ამას იყენებენ სხვათა შორის სხვადასხვა ონლაინ რისელერები, რომლებიც ამ AI ავთენტიფიკაციას იყენებენ. თუმცა ამ შემთხვევაში არ არის ეს 100%-იანი, ამიტომ მანუალური შემოწმება ყველაფერს სჭირდება. ამ ჩანთის შემთხვევაში ეს არის Michael Kors, რომელიც ნუ პრემიუმ ბრენდია. ამ შემთხვევაში თქვათ იმდენი დეტალი არ არის, როგორც თქვათ შანელზე შეიძლება იყოს თქვათ სერიული ნომერი იქნება თუ სხვა, მაგრამ ყველაზე მარტივად რითიც მიხვდებით, ეს არის ლოგო, რომელიც არ არის სწორად დატანელი და ამ შემთხვევაში მომხმარებელს უბრალოდ შეუძლია ინტერნეტში შევიდეს, Michael Kors-ის მსგავსი მოდელი მოძებნოს. დააზუმოს, მოახოვოს ფოტო და ნახოს, რომ პირველში წარწერა არ არის ლოგოსი ისეთი გამართული და ზუსტად ისე იდენტურად, როგორც Michael Kors-ის იმაზეა. შემდეგი ვფიქრობ, რომ ხა მე კონკრეტულად ამ ჩანთის ეს ორიგინალი მოდელი ეს ხელში არ მჭერია, მაგრამ მგონია, რომ ეს ნაწილი პირველ რიგში მეტალის ხარისხი და აი ეს რაღაცა მგონია, რომ ბატონო, თან რაღაცა ისე ქარხნულ ნამუშევარს ხო, ქარხნულს არ გავს. ასევე ყველაზე მთავარი მე მგონია, რომ ჩანთას ხელში რო დაიჭერ იმდენად უკვე ფორმა დაკარგულია, რომ პირველივე შეხებაზე მიხვდები, რომ არა ავთენტურია და თვითონ დამუშავება, თუნდაც ნახეთ აქ საღებავი
საღებავები, თუ შეიძლება რომ კამერამ ახლიდან გადაიღოს, აი ეს ნაკერები და საღებავები ისეა გადმოსული, რომ ეს არის დეტალები, რომელშიც რეალურად შენ ფულს იხდი და ის ხარისხი და ის ნამუშევარი, რაშიც თქვა მომხმარებელი თანხას იხდის. ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია, რომ უბრალოდ დეტალებზე დაკვირვებით მიხვდა, რომ ბრენდი არა ავთენტურია. აი ავთენტური მოდელიც რომ განვიხილოთ, აი მაგალითად აი ეს ჩანთა რომ განვიხილოთ, ამაზე როგორ ვადგენთ რომ ორიგინალია. ხო, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შანელი ბევრი ფურთული დასადგენია. პირველ რიგში რა თქმა უნდა არის ლოგო, არის შიგანში დაწარწერა, ელვაზე ლოგოები დატანილი და როგორ არის თქვა შესრულებული, შიდა სარჩული, ამას მოყვება მაგალითად სერიული ნომერი, რომელიც ასევე უნდა შემოწმდეს. სერიული ნომერი და სად გამოწმებთ ამ სერიულ ნომერს ესეც რომ სერიულ ნომერს ესე მომხმარებელი, ხურთადოს. სერიულ ნომერს სამწუხაროდ ესე მომხმარებელი თვითონ ვერ შეამოწმებს, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნე, სერიულ ნომერს თავისი სპეციფიკა აქვს, სად, როგორ და რანაირად უნდა შეამოწმო, რომელ წელს არის გამოშვებული და ასე შემდეგ. პირველში ეგ უნდა მოხდეს მაგის დადგენა, რომელი წლის მოდელია, მაგრამ შიგნით არის ხოლმე ხა ვერ გამოჩნდება, იმიტომ რომ შიგნით ნაკერების ქვემოთ არის ხოლმე სერიული ნომერი დატანილი, აი აქეთ. ამას ვერ გავხსნი. და ამ სერიულ ნომერს ამოწმებს შანელის ოფიციალურ ვებგვერდზე. არა, არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ესე არსად არ არის მოპოვებული. ეს იციან ავთენტიკატორებმა იციან, არის უამრავი ფორუმები, არის უამრავი სხვადასხვა საიტები, სადაც მოწმდება, რა თქმა უნდა, დამუშავება, ნაკერები, მეტალის ხარისხი, აბსოლუტურად ყველაფერი მოწმდება. აი, როდესაც ახლა ვთქვათ, ბაიერთან ბაიერი ხარ და სელერთან გახარ. ამდენს ხო ვერ ამოწმებ. გარდა იმისა, რომ იქ ბოლოს იქ მედივართ, რომ გავყიდვის ოფიციალურ წერტილში უნდა იყიდო, მივხვდით. მაგრამ აი ესე რაღაცა კონცეპტორები რო არის, ვთქვათ, ბრენდ აუთლეტები რო არის, ხო? იქ ხო ეხა ამდენ დროს ვერ დახარჯავ და ეხა ამდენ როგორ უნდა მიიღო გადაწყვეტილება? ხო, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო, იმიტომ რომ თუ რაღაცაში შეიძლება რომ არ ხარ გათვითცნობიერებული და გაქვს იმის პრეტენზია, რომ ვერ ენდობი, ან უნდა მიმართო იმას, რომ თხოვო რომ შეამოწმო და მილიონი საიტია ვთქვათ იმის, რომ უბრალოდ ავთენტიფიკაციაზე გააგზავნო და სერვისი მიიღო, ისევე როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას და ამ შემთხვევაში შეიძინა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ხშირია ის ფაქტიც, რომ 80% შეიძლება ავთენტური პროდუქცია ქონათ, მაგრამ 20%-ს მაინც აპარებენ რაღაცა პირველი ხალისხის რეპლიკებს და მომხმარებელს სამწუხაროდ ატყუებენ. აი მაგალითად ეხა შანელზე მსმენია, რომ რაღაცა ძალიან ამობურცული თუ არის, აი ეს ბალიშები, ეს არის ერთ-ერთი მაიდენტიფიცირებელი არის. მაგრამ გააჩნია რამდენიმე ტყავი აქვს შანელს, ზოგ შემთხვევაში სხვანაირად გამოიყურება, ამაზე უფრო ამობურცული ტყავითაც აქვს. ანუ ამიტომ ძალიან რთულია და მხოლოდ ეგეთი ერთი კრიტერიუმით ვერ შეაფასებ. რეალურად ამ შემთხვევაში ყველა დეტალი ნაკერიდან დაწყებული, შიგნით როგორი ნამუშევარია, მეტალები, წარწერები, ელვა, ყველაფერი არის მნიშვნელოვანი. აი მაგალითად ხატია საინტერესებდა მისი ჩანთა რამდენად იყო ავთენტური და მოდი მაშინ ვუთხრათ დილა გოგოებო. ვუთხრათ მაშინ ხატია. ხო, ეხლა ამ ჩანთას რო შეხედა, შორიდანაც რო უყურებდი, უკვე გასაგები იყო რომ ავთენტურია, იმიტომ რომ თვითონ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე პირადად გამომიმუშავდა რომ აი სამსახურში რომ მივიდე რაღაცა რომ დევს უკვე ხელში დავიჭერ ვიცი ავთენტურია თუ არა რაღაცა ირად კიდე ბევრი რამედებს უფრო მსუბუქიც არის ხო უფრო მსუბუქიც შეიძლება იყოს მაგრამ რეალურად ხარისხს გარედან მაინც ყოველთვის ეტყობა ამიტომ ის არის აი ისევ იქ მივდივართ ან ნდობის ფაქტორი ან ყიდულობა ოფიციალურ წერტილში შენ თვითონ მიდიხარ ან ყიდულობი იმ ადამიანისგან ვისაც ენდობი იცი რომ არ მოგატყუებს ან ყიდულობ ისეთი პლატფორმიდან სადაც ენდობი ხა დღეს მაგალითად რისეილი ძალიან აქტუალურია და უმეტესობა იმდენად გაძვირდა და აწი კიდე უფრო მეტად გაძვირდება ეს მაღალი კლასის ბრენდები რომ გინდა არ გინდა რაღაცა უფრო იაფად გინდა რომ იყიდო თუ ხო და გაძვირდება კიდე აუცილებლად გაძვირდება ახალი ტარიფების პოლიტიკიდან გამომდინარე ტრამპმაც დაანონსა. აი აქსესუარებიდან რომ გადმოვიდეთ ახლა 60-ზე. ხო, ეხლა ამ შემთხვევაში ცალსახად ფეიქია ეს პროდუქტი. ეს მარტივია ამის იმიტომ რომ ხარისხის შემთხვევაში შედაცაც ბრენდში იხდი თანხას პირველ რიგში იხდი ხარისხში, ხო? აი ყოველთვის ხელს რომ მოკიდებ ქსოვილს უკვე ხვდები რომ აი ეს ბრენდში იხდი თანხას რეალურად. შემდეგ უკვე როცა გახსნი ამ პროდუქტს და შეგინით სარსულს და დამუშავებას შეხედავ არის მეორე ეტაპი, როცა ხვდები რომ ყიდულობ ბრენდს და მესამე არის უკვე დატანილი ინფორმაცია, თავისი ქიერთეგებით, თავისი ლოგოთი, თავისი ზომა, თავისი მოვლის წესებით, ანუ ყველაფერი რაც ამ ბრენდებს მოყვება და კონკრეტულად ამ ბიჭაკს არ გააჩნია. კი ბატონო, ერთი აი რაც მე ხშირად მქონია ხოლმე კომუნიკაცია დავუშვათ გადამყიდველებთან, ორიგინალი ბრენდების, აი დასტბეგი არის ხოლმე ერთ-ერთი
თავარი, რომ აი მოყვება დასტბეგი და აი ამით როგორ შეგვიძლია რომ ძალიან მარტივი კითხვა უნდა დავსვათ ალბათ ახლა ამ ადამიანებს თუ აქვს საშუალება რომ ფეიქი აწარმოონ პროდუქტი, რატო ვერ შეკერავენ ის ჩანთას და ვერ დაადებენ ლოგოს, ხო? ამიტომ ხშირ შემთხვევაში კი მომხმარებელს გონია რომ მოყვება ყველანაირი საბუთი, მოყვება სერიული ნომერის ბარათიც, მათ შორის შანელის შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში მე ინვოისებიც მინახავს ფეიქი. პირდაპირ რაღაცა მაღაზიის ოფიციალური მისამართი აწერია ხოლმე, თავისი ფასით, ყველაფრით, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი დღეს რო შეხვიდე რაღაცის ფეიქის ჩინური საიტები რაც არის, სრული ერთ-ერთი შეფუთვით ნახავ ანა ის რა გაინტერესებს და ხალდი რო დაანახო ძალიან ხო, აი ეს ფეიქი მაგალითად აქვს თუ არა შეცვლილი ხატიას ორიგინალი ეს რომ აი იცი ხვდებით რომ ორიგინალი არის დასტბეგის შემთხვევაშიც ხარისხი დასტბეგის ხშირად ძალიან განსხვავდება ხოლმე შეკერილი თუნდაც ის რო აქვს რაღაცა ეს ნაკერი აქვს ეს ხაზი აქვს თვითონ ხარისხი დასტბეგის და დასტბეგებსაც ვამოწმებთ ჩვენ რეალურად როცა ნივთი იყიდება და ქონია შემთხვევა რომ ავთენტურია ნივთი და ფეიქ დასტბეგში დებს ყოფილა შემთხვევა რომ რაღაც დასტბეგი იპოვა და ჩადო ამიტომ დასტბეგიც მოწმდება რეალურად მაგალითად ერმესი რო ავიღოთ სპეციალური სანათია რომელთაც შენის ყავისფერი კანტი რაც ერმესის სტაფილოსფერ ყუთს აქვს უნდა შემოწმდეს და ის უნდა გალურჯდეს თუ რაღაც ფერი უნდა გახდეს როცა იმ კონკრეტულ ფერს ანათებ ანუ ესეთ დეტალებამდე დავიდა უკვე რომ სპეციალური რაღაცა ის გაქვს რითიც დეტექტორით ამოწმებ კონკრეტულად თქვა ყუთიც კი ორიგინალია თუ არა ამიტომ ამ შემთხვევაში ცალსახარო ეს ფეხსაც მე ავთენტურია ხო თუნდაც კი ან ელემენტარულად აი მეტალის დეტალს რო შეხედავ ხარისხს უკვე ხვდები რომ ესეთ ხარისხს მაინც ვერ დებენ ისინი ვინც fake პროდუქციებს აწარმოებენ თავიანთი ნაკერებით. დილა გოგოებო და იცით რა მაინტერესებს აი ანანოსთან მექნება ესეთი კითხვა და ანა შენთანაც ახლა მე არა მაქვს იმის შესაძლებლობა რომ პირდაპირ ბუციკებში შევიძინო ბრენდებიდან ცოტა მიყვარს კარგი და ასაცველი და ამიტომ ველოდები ან დიდ sales სეზონურს როცა ჩავდივარ სადმე ან ვიწერ და ეს იცით სადაც არის შეძენილი ნახეთ ან საზღვარგარეთ დავდივარ აუთლეტში აი ის პიჯაკი მეორე პიჯაკი რომ ნახოთ აი ეს მაგასაც ეს ახლა ჯერ არც მწმია აუთლეტში მაქვს ხო აი ამაზე ვსაუბრობდი წეგან ნახეთ შიგნით როგორი დამუშავება ეს თეგი ეს ცალკე სპეციალური აი ნახეთ მოვლის ეტიკეტი ესეც კი მოწმდება აქ რა ლოგოები არის რა ფონტია რა ზომა სად რა წარწერა უნდა ქონდეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ან თვითონ აი ამ ეტიკეტზე ყველა ფურცელზე სად რა როგორ წერი ესეც კი მოწმდება როცა ნივთის ავთენტურობას ვადგენთ ამიტომ ეხლა ამას რო შეხედავ ხო მიხვდები ეგრევე ავთენტურია და მინდოდა რომ მეკითხებ თქვა ბრენდ აუთლეტი რომელიც ოფიციალური აუთლეტია სამი ბრენდზეც კი წარწერა კი იცი რა არის ზოგადად ამ აუთლეტებზე მე ცოტა mixed feeling-ები მაქვს იმიტომ რომ ეს შემთხვევაში შემხედრია რომ რაღაცა ფეიქი პროდუქციაც არის და ალბათ თვითონ ქსელზეა დამოკიდებული რამდენად დიდია როგორი სახელი აქვს და ხა მაგალითად ვიტყვი TJ Maxx-ი რომელიც ძალიან ცნობილია ამერიკაში არაერთ ფეიქ პროდუქციას ყიდის და მაინტერესებდა კიდევაც და იმაში შეგეკითხები და TK ხო ეგეც ანუ მე მგონია რომ კი მე მგონია რომ ესენი ურევენ ფეიქ პროდუქციას იმიტომ რომ დამინტერესდი და არაერთი ბლოგერის და იუთუბერის ასე ვთქვათ შეფასებები და შედარებები ვნახეთ. ანუ ახლა ჩანთა რომელიც 12000 евро არის საბაზრო ღირებულება, ახალი მაღაზიაში 2000 евро ვერ ეღირება, ხო? ანუ მით უმეტეს როცა ამ მაღალი კლასის ბრენდებს სეილი არასდროს არ აქვს, 10%-იანი აქვს მაქსიმუმ თავიანთ თანამშრომლებზე და მათი ფასი წლიდან წლამდე იმატებს. ამიტომ რაღაცა მანდ ალბათ მნიშვნელოვანი უკვე ინფორმაციის ქონა, რომ არ მოვწყუდათ ჩვენ თვითონ მე ესე მგონია. ანუ აი შუალედური ბრენდები, ვთქვათ, შუალედურ საზღულისხმობ პრემიუმი, მაგრამ არა ლუქსი, ხო, აი მაქვს რამოდენიმე იქაც წარმოდგენილი, რომელიც ისეთი აი ხელმისაწვდომია, ვთქვათ, შედარებით ბრენდია ეს. კი, აი ბრენდები, აი აქაც შეიძლება ვტყუდებოდე. კი, სამწუხაროდ აბსოლუტურად ყველა ბრენდის fake პროდუქციას აწარმოებენ დღეს და ამიტომ ძალიან რთულია, რომ რაღაცა შუალედური დაბალი დონის ბრენდები. სხვადასხვა ესეთ ბრენდებზე უფრო ნაკლებად ინდომებენ და ნაკლებად ცდილობენ, რომ ერთ-ერთში გავდეს, ვიდრე ვთქვათ, ანუ უფრო მარტივად მიხვდები, ვთქვათ, fake Sandros, fake Bimbailollas, fake. იმიტომ რომ იქ უფრო მეტი ფული მოგებარჩება, თუმცა უფრო და უფრო მეტი მოთხოვნაც არის და უფრო მეტად თუმცა ეხლა ჩვენ მას მარკეტ ბრენდების ფეიქებსაც ჩვეულებრივად შეიძლება ჩინეთიდან გამოიწერო და რაღაცა კი ბატონო ჩინეთიდან ყველაფერი შეიძლება რომ იგივე Adidas, Nike აი ჩინეთში ახსენეთ და ძალიან ხშირად აი ის სელერები რომლებიც ჩინეთში აწარმოებენ თავიანთ პროდუქციას როცა უკავშირდები მათ გეუბნებიან იმის დასასაბუთებლად და რომ დაგისაბუთონ რომ ნამდვილად ორიგინალი არის რომ ყუთიც მოყვება საბუთებიც მოყვება შტრიხ-კოდით ჩამოდის ნივთი ამის გაყალბებაც შეიძლება კი რა თქმა უნდა ამის გაყალბებაც შეიძლება და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რა
აი QR-ით გადადიხარ საიტზე, ანუ QR-ით შემიძლია ხა ჩემს პროფაილზე გადაგიყვანო შენ, ანუ რასაც მინდა იმას მივუთითებ და კონკრეტულ ბრენდს და პროდუქტს გადაგიხარ. როდესაც მომხმარებელს არ აქვს ინფორმაცია, ძალიან ბრმად ენდობა ყველაფერს და ამიტომ ვცდილობ და ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა თქვენ ამ თემისთვის, რომ ელემენტარულად დაინტერესდი, შედი დღეს Google-ში, ChatGPT-ში, ყველანაირი ინფორმაცია, კითხე, გიპასუხებს და მე მიიღე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ხო, მაგითაც იმაშუებიან, რომ აი დასტბეგი მოყვება, ყუთი მოყვება, ხო თქვი, ინვოისებიც კი მოყვება, კონკრეტული რაღაცა ნიუ-იორკის მანჰეტენის მისამართი შეიძლება ეწეროს. ხო, ამობეჭდა, ამობეჭდა, ბეჭედს დაარტყავ, ბარადს დაბეჭდავ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ანიშნავს, რომ ავთენტურია. აი, წეგან მეუბნებოდი შენ, რომ Louis Vuitton-მა ესეთი ჩიპები გამოუშვა, ხო? აი, ესეც მინდა რომ მოუყვეთ მაყურებელს. რა თქმა უნდა, ხა ეს ბრენდებიც თვითონაც ებრძვიან, ხო, ამ ადამიანებს და ამ კომპანიებს და ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ესეც ამნიშნულოვანია, რომ ფეიქი წარმოების უკან ძალიან შავი ბაზარია რეალურად, ხო? და ხშირად ფინანსდება ბავშვების, თქვათ, რაღაცა ტრაფიკინგის ამბავი, ნარკოტიკების, ტერორიზმის, ანუ რეალურად უფრო სიღრმეებში რომ შევიდეთ დიდი დოზით, აი ამ შავი ფულია რეალურად ეს ყველაფერი და ესეთ რაღაცებს აფინანსებს. რეპლიკებით მოვაჭრეებზე საუბრობთ. კი, რეპლიკებით მოვაჭრეებზე და პლუს ამას არ მოწმდება, ანუ არანაირი რეგულაციას არ გადის, ხო, შეიძლება რაღაც ბრენდის სახელის ქვეშ ხარ, მას მარკეტი იქნები თუ პრემიუმი თუ ლაქშერი არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებ და შეიძლება ფეიქს აწარმოებ, რა ქიმიური მასალებს იყენებ და ტოქსიკურ ქსოვილებს თუ ასე შემდეგ, არავინ არ გაკონტროლებს, ხო, ანუ ჯანმრთელობისთვისაც ძალიან საზიანოა. და ფაქტობრივად უკვე მატყუებ, ფეიქ მწარმოებელი რო ხარ, უკვე ხო მატყუება რა, რომ აი შეეხეთ თქვენ ქიმიურ, ესე ვთქვათ, შემადგენლობას სამოსის და მართალია ბევრ ადამიანს შეიძლება არ ქონდეს იმისი ფინანსური საშუალება, რომ მაღალი მოდის ბრენდები შეიძინოს, თუმცა ძალიან ვინც TikTok-ს ადევნებს თვალყურს და ასე შემდეგ, ბევრი როგორც ქართული, ასევე უცხოური კონტენტი იდება იმასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პლატფორმას არ დავასახელებ, ერთ-ერთი ჩინური პლატფორმაა, საიდანაც ძალიან აქტიურად იწერენ ტანსაცმელებს ადამიანები და უამრავი ჯანმრთელობისთვის მამნე ქიმიური ნივთიერება არის აღმოჩენილი ამ ესე ვთქვათ ტანის სამოსში. მე მგონი მაქედან მოდის ცნობილი ხუმრობა გამომიწერე და გამოიწერე რა ჩამოვიდა. ანუ რეალურად თავისთავად ხა მაგალითად ჩვენ კრემების მიმართულებით ხო ხა არჩევ დიდი ხანი, იმიტომ რომ რაღაც ბუნებრივი შემადგენლობა ქონდეს და კანზე უნდა ქონდეს მთელი დღე. ტანსაცმელი რომელიც მთელი დღე გაცვია და ტოქსიკური ნივთიერებებისგან არის დამზადებული, 10-ჯერ უფრო საზიანოა და ამიტომ არის ამდენი დაავადებები და ის რომ წლებთან მიმართებაში უფრო მეტად არ სულთქავს ეგ ერთი, მაგრამ ამას ზემოდან კიდე რაღაც ის ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ძალიან ცუდია პირველ რიგში ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ასევე ჩვენი გარემოსთვის და ძალიან ცუდი გავლენა აქვთ ყოველთვის საუბრობ ამ თემაზე, რომ სამწუხაროდ მოდის ინდუსტრია მეორე ადგილზეა გარემოს დაბინძურების კუთხით, ნავთობის შემდეგ არის ასე ვთქვათ მოწინავე პოზიციაზე და რეალურად 20-30 წლისთვის სასმელი წყალი რომ შევინარჩუნოთ სუფთა, ესეც კი გამოწვევა დღეს სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი მდინარე და ის ბინძურდება ამდენი წარმოებით. კი ბატონო, ანანო მოდი რომ შევაჯამოთ ახლა, კიდევ ერთხელ მაყურებელს ვუთხრათ, რას მიაქციონ ყურადღება თუ კი ძალიან დიდ თანხას იხდიან ორიგინალ მაღალი მოდის ბრენდის სამოსში. გარდა იმისა, რომ ხელით უნდა შევეხოთ და მივხვდეთ ხელით და თუ კი ამაშიც არ ვერკვევით, მაშინ რანაირად უნდა მივხვდეს მომხმარებელი ნამდვილად ავთენტურ სამოს ყიდულობს თუ არა. თუ არ ყიდულობთ ოფიციალურ მაღაზიაში, სადაც ზუსტად ვიცით, რომ ყიდულობთ ავთენტურ ნივთს, ამ შემთხვევაში ალბათ მნიშვნელოვანია დავინტერესდეთ და ეჭვი გაგვიჩნდეს, რამდენად შეიძლება იყოს ეს ნივთი ავთენტური და მე უმარტივესად უბრალოდ Google-ის ან ChatGPT-ის დახმარებით ელემენტარულად ვეცადოთ იგივე მოდელი მოვძებნოთ და შევადაროთ ელემენტარულად წარწერა, რომელიც მაგალითად ამ შემთხვევაში პირდაპირ მიხვდებოდი, რომ ეს ნივთი არ არის ავთენტური, იმიტომ რომ Michael Kors-ის წარწერა არ არის სწორი, თუ უფრო დეტალებში გადახვდა და დააზუმებ და ნახავ, ამასაც მიხვდები, რომ არ არის და ნუ მე ეს დეფორმირება რაც არის. ამიტომ ყოველთვის პირველ რიგში კითხვა დავუსვათ, ალბათ, რამდენად ავთენტური, შეიძლება კითხავს წასვავენ და ისე ყიდულობენ და ნუ რასაც არ მეკითხები, რა უნდა მოგატყუო ხო, ფაქტობრივად ეს არის. და ინფორმაცია მივიღოთ და ვეცადოთ რომ ნაკლებად შევიძინოთ ფეიქი პროდუქცია. მე მისმის რომ ძვირია, თუმცა დღეს ძალიან ბევრი ალტერნატივა არის ამისი, როგორც მოდელების კუთხით, ისე თუნდაც ხელმისაწვდომობის კუთხით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რისელ პლატფორმა, ძალიან ბევრი აუთლეტებიც არის ხატიამ როგორც ახსენა. ხო, თუნდაც თვითონ ბრენდებს აქვთ თავიანთი რაღაცა special sale
დღეები, როცა 90%-იანი აუთლეტი, ანუ საშუალო მოდის ბრენდებს გულისხმობ, აუთლეტი ხაზის 60-ს და კი, არაერთი უკვე ონლაინ ხელმისაწვდომიც არის, სპეციალური ივენთებს აკეთებენ, რაღაც სეილები, სადაც უბრალოდ საწევროს იხდი და შენ იგივე სანდრო ბიმბაილოვა შეიძლება 70%-იანი ფასდაკლებით იყიდო, ამიტომ უფრო მეტად ჩავიხედოთ ამ თემაში და უფრო მეტად დავინტერესდეთ და სადაც შეიძლება რომ რაღაც ბენეფიტით ვიყიდოთ, მოდი ვიყიდოთ ავთენტური და მოვიყიდით ფეიქს. ნუ შევუწყობთ ხელს ტრაფიკინგს, რაღაცა ტერორიზმს და ასე შემდეგ. ან უბრალოდ ვიყიდოთ ხარისხიანი ქსოვილი და შევიკეროთ ჩვენი სასურველი სამოსი, რომელიც ვიცით რომ ხარისხიანი იქნება და როცა არა, ნუ როგორ არის საბანი სადამდეც გწუდება, იქამდე იბარა, ხო და აი ეს გონია ყველაზე ერთი ძალიან ცნობილი გამოთქმა არსებობს, რომ არც ისე მდიდარი ვარ, რომ მას მოდის 60 ვიყიდო. ამან სხვა შორის ძალიან დამოკიდებულება იცის, იმიტომ რომ იაფად ყიდულობ ბევრს, ამით რა თქმა უნდა, გარემოსაც აბინძურებ და თუ შეგიძლია მაგალითად ეს პიჯაკი იყიდო რაღაცა მაგალითად მაღალ თანხად, მას მოდის 60-ის შეძენის დროს შეიძლება იმდენი ნივთი იყიდო, რომ საბოლოოდ ამის ღირებულებასაც გადაჭერდეს. ეს პიჯაკი ორი თვე ანაყიდი მაქვს და ჯერაც არ მწმია. ერთ რაღაცას დავამატებ, რომ აი თუნდაც ეხა girl math ხო ძალიან ის არის ხა ასევე TikTok-ზე აქტუალური ტრენდი და შემოვიდა ეგეთი ტრენდი, თქვა შენ ყოველდღიურად რა თანხა გიჯდება, რაც გაცვია. მასმარკეტის შემთხვევაში შენ რომლის განახლება გიწევს ყველა სეზონზე, ყველა წელს, 2-3 თვეში ერთხელ უფრო მეტ სიხდი, ვიდრე ერთ შავ პიჯაკში, რომელიც წლები გექნება. თუ აღარ მოგინდება გაყიდი იგივე ფასად, რა ფასადაც იყიდე და არც უხარისხო გეცნობა, ხარისხიანი გეცნობა და არცად არ. ბოლო-ბოლო ერთ ბროს დაამაგრებ, რომ სხვა ვიზუალი იქნება და ხო, იმიტომ რომ მასმარკეტის პროდუქცია ჩემთვის ერთი გარეთ სხვა. პირადად ისეთ მდგომარეობაში ხდება სამწუხაროდ ნივთი და მანდაც ალბათ უფრო ჯობია რომ ისე ვიაზროვნოთ რომ ჯობია ერთით ხარისხიანი კონდეს და უფრო მეტ წელს გაუძლებს. რა მაინტერესებს, მინდა რომ ორივეს გკითხოთ. რაღაცა ასაკსაც ხო აქვს მნიშვნელობა, ანუ რაც უფრო იზრდები და რაც უფრო ასაკში შედიხარ, უფრო ორგანიზმი გთხოვს ხარისხიან პროდუქტს. საკვებსაც, ტანსაცმელსაც უფრო გრძნობა, უფრო სენსიტივი მოუარო. ხო, თინეიჯერი რო ხარ, რაღაცნაირად კიდე რომ გამოიყურებოდა და ეს დისკომფორტებს ვერ გრძნობ საკუთარ თავზე. ესეც ასაკზე ხომ არ არის თქო დამოკიდებული, რომ იმდენად იქცლება street style თინეიჯერების, რომ იმას ურჩევნია, რომ მას მარკეტი შეიძინოს და იმ წუთას იყოს ტრენდული და მანდ ერთ რაღაცას დავამატებ, ხატია ფიქრობ, ყველაზე საინტერესო მაგნაწილში დღეს ის არის, რომ მაგალითად ჯენზისთვის მას მარკეტი სრულად მიუღებელია. მათთვის უფრო საინტერესოა thrifting-ი, მეორადები, საინტერესოდ ჩაიცვან ინდივიდუალური სტილი წარმოაჩინონ, თუნდაც თქვათ დღეს ძალიან აქტუალური ვინტაჟი, მაღალი კლასის ბრენდები, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია და შენ შეიძლება პირობითად 400 ლარად გუჩის ჩანთა იყიდო ვინტაჟური და ასე თქვათ ძალიან cool-ვიძე იყო. ამიტომ დღევანდელმა სოციალურმა ქსელებმა ეს ნაწილიც ცოტა შეცვალა, რომ ჯენზის სრული პროტესტი აქვს მას მარკეტის ფიქრობენ რომ გარემოსთან პირდაპირ კავშირშია მათი გადაწყვეტილება და არც კი იყურებიან ასე ვთქვათ, ნუ სტანდარტულს ვაპარაკობ ხო რა. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრა, ანუ ესეთ საინტერესო რჩევებისთვის და იმედი მაქვს რომ გამოიყენებ ჩვენი მაყურებელი რჩევებს და მინიმუმ იმას მაინც ვისწავლით რომ როდესაც ძალიან დიდ თანხას ვიხდით რამე 60-ში დავინტერესდეთ, მით უმეტეს ქართული ბაზარი რამდენად დაბინძურებული არის. ამ თვალსაზრისით დავინტერესდეთ და მოვიძიოთ ინტერნეტის საშუალებით მეტი ინფორმაცია მის ავთენტურობასთან დაკავშირებით. მით უმეტეს დიდ თანხას რო იხდი და შენ თვითონ რო იმუშავებ ამ დიდ თანხას უნდა იცოდე რა გარჯავ აუცილებლად. მადლობა გოგოებო, მეგობრებო, ანანომ ლექციებიც უნდა გააკეთოს ამ თემაზე ონლაინ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. ანა, შაბათამდე გემშვიდობებით შენ და არაკვირამდე, რა თქმა უნდა, და ჩვენ კი რეკლამაზე გავიდეთ. ამაშია საქმე. რეკლამა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, რომელსაც გოგოლა კალანდაძის სახელით გავაგრძელებთ. ნახოთ ვინ უმასპინძლა გოგოლა კალანდაძეს. დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო მასპინძელი ეყოლება ჩვენს გოგოლას. დღევანდელი ჩემი მასპინძელი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო რესპონდენტი იქნება თავისი საინტერესო ისტორიებით. და მოკლედ დღევანდელი ჩემი რუბრიკის მასპინძელია გია ჭანტურია. წავედით. რა კარგი ადგილია, რა ლამაზი ეზოა. რა კარგი მანქანა. ხო, ეს ძველია, ეხა აღდგენის პროცესში არის ეს მანქანა. ერთხელ აღვადგინეთ მე რაღაც და ეხა კიდე აღვადგენ, ეს არის
ყოფილი გოგიჩას მანქანა. კაი რა. და მიყვარს არანორმალურად ეს მანქანა არის ჩემი. ეხლა აღვადგენ და კაბრიოლეტით მე გავეშურები ბათუმისკენ. გიყვარს ისე მანქანები? კი, ძალიან. მიყვარს რა, ჩემით მიყვარს დაშლა, მიყვარს აწოვა, მიყვარს. გეხერხება. ხო. აი მაგალითად ეს ფანჩატური. ეხლა არ მითხრა რომ ჩემი. ეს ხო, ეს ჩემი ხელით არის გაკეთებული თავიდან ბოლომდე. ბავშვები როცა შემოივლიან, მეგობრები მოდიან ხოლმე აქ შედვართ და მე ავიწყდებათ რომ ქალაქში ვართ. ძალიან მშვიდი უბანია. ძალიან მშვიდი. ხო და რატო გადაწყვეტე რომ გადმოსულიყავ ისეთ ადგილს, სადაც იქნებოდა სიმშვიდე, სიწყნარე? აი მოდი ესე ვთქვათ, რომ ბევრ ადგილას ვიცხოვრე. აი აქ რო ამოვედი, თავიდან ცოტა ისე ვიყავი და რომ აი კერძო სახლი რაღაც მაინც კორპუსის ადამიანები ვიყავი, რაღაც სადარბაზოში შესვლა და რაღაც იქეთი სამეზობლო და რაღაც. აი ზუსტად ორკვირაში მივხვდი რომ თურმე თუ გინდა სახლი გქონდეს, თუ გინდა იცხოვრო, უნდა იცხოვრო საკუთარ სახლში. ანუ ეს სახლი იყო თუ თქვენ ააშენეთ? აქ არაფერი არის. ნელ-ნელ რაღაც ხეები, მე რაღაც პატარა ესა, მე იქ ჰამაკი, მე ძალიან ლამაზია. ხო აი ეს უკვე ყავს, უკვე ძალიან ლამაზი არის და ძალიან ლამაზია ნამდვილად. სუნია და სიმშვიდეა და თან 500 რაღაც მეტრზე. სანამ შემოვიდოდი, მე აქ დავინახე უკვე ნამხარეს არის ევროკავშირის და ხო, რა თქმა უნდა, დროშებით ჩვეულებრივად უნდა სახურავს. ფრიალებდეს. ეხლა ჩვენთან უნდა ფრიალებდეს სხვა ნანაირად უკვე. მე პირველ შევდივარ ახლა კარგი უნდა დავაო. მოგზადით. აბა, მოგზადით. აბა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენ სახლში. ამ სახლში ვინები ცხოვრობ? ვაი, მე აქ სახლში ცხოვრობ დევნი. აქ სახლში ცხოვრობ მე, აქ სახლში ცხოვრობს ლელა, ჩემი მეუღლე, ნიკუშა პატარა, ლელას დედა და ბებია და დანარჩენი ბავშვებიც როცა მოუნდებათ, მოდიან და რჩებიან. უკვე ძალიან ჭირს ამ ყველას შეკრება. და მარიამი 34-ის არის უკვე, 32-ის. მიხო 23-ის, კეთო 18-ის. მარიამი დაახლოებით ჩემ ხელა. ხო რა, ტოლები ვარ. როგორი მამა ხარ? დედასავით მამა ვარ. ანუ? ხო არიან მამები, რომ დედა ნერვიოზ და მამა ეუბნება, რომ აი ეს რომ ას ნერვიოზა, მოვა საწავა და რაღაცა. მე არა, მე ეს მივწერ ხოლმე, სათხარ ხომ შვიდობით, ხო ყველაფერი კარგად. მაგრამ არა, სულ არ წახვიდეს ადმინერით რა. ეხლა მოდი დავათვალიეროთ შენი სახლი. აქ ძალიან ბევრი ნახატები გაქვს. ეს ნახატები ძირითადად არის უფრო დედას, იმიტომ დედას უყვარდა ძალიან ნახატები. ხო, საინტერესო ნახატებია, იმიტომ რომ მაგალითად აი ზოგი მეგობრი, ზოგი მხატვრების, თუმცა რაღაც ხა ეს მაგალითად ჩემი მეგობრის ეგა წამალაშვილის ჟურნალისტის და როგორი ლამაზი ნახატია. ხო, და მიყვარს, იმიტომ რაღაც ერთი ხო, ყველაფერი გაჩერებულია და ამდოს რაღაც ძალიან საოცარი დინამიკაა და ძალიან მომწონს, რაღაც თავისუფლება, რაღაც ერთი ლამაზია არის რა. ეს აზორ თოდრიას ნახატი არის 67 წელშია დახატული. ეს გამოფენაზე დედას მოეწონა ძალიან, დამახსენდაო რაღაც ამეგრელოდე სოფელიო უთქვამს და ბადამი აზორ ბებიას იცნობდა და მე გამოუგზავნა ეს ნახატი, რაც უხარად, ოღონდ ის არა, რაც იქ ნახა, მსგავსი დაუხატია, იმიტომ რომ ის ეთყობა ვიღაცის იყო უკვე. ეს არის დავითი კედევანიშვილი, ჩვენი მეგობარის და თვითონ ალბათ ერთ-ერთი დღეს ალბათ რაღაც ესეთი. ანუ ეს საჩუქარია. ეს კიკალას ნახატი არის დიოსი, რომელიც ასევე საინტერესო ნახატია კი. ხო, რა ვიცი, აი ბევრი სხვადასხვა ნახატებია, მოკლედ რომლებიც ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესოები არის, ხო, და თავისებურ რაღაცა გარემოს ქმნის, იმიტომ რომ რო ჩამოხსნი ნახატებს, რაღაც ის ხდება ყველაფერი, თითქოს ესეთი რა. მაგრამ კიდე ალბათ ნელა მივამატებ. ნელას უნდა ვკითხო, შეიძლება. შენზე. და მითხარი, აბა როგორია გია სახლში? აჰა. გია სახლში. კარგები. კარგები თქვია. მე და გია შემძლავ სულ ერთად ვართ. რამდენი წელია რაც ერთად ხართ? 19. იუმორი გიას თვის არის ერთ-ერთი თვისება, ხო, გამორჩეული. ძირთად მშვიდია, მაგრამ ესეთი ფეთქებადი ხასიათიც აქვს. ეს ალბათ ცოტა მხიარულება შემოაქვს ხოლმე გიას ამ ხასიათს.
სახლში, თორემ ყველაფერი სხვაგვარად ძალიან ისე იქნებოდა. როლები როგორ აქვს სახში გადანაწილებული? რა არის ისეთი, რასაც შენ აკეთებ და მე არ ვაკეთებ? ხო, არ არსებობს ეგეთი. შემიძლია ნუ რაღაც მე დავაჭედო ლურსმანი. ხო, თუმცა ლურსმანს მე უკეთესად ვაჭედებ, აფეთი არაფერი. იყვარს საჭმელების კეთება? კი. მეგრული ხარჯო გამიკეთებია, გაიგემრიელად. რომს ვაკეთებდი, მაგრამ ეხლა ველამ გადაიბარე. ერთი-ორჯერ ნამცხვარიც კი გამოვაჩხე, როცა იყო ამის შუსაც ფანტასტიკურს. ხო, შუ გამოვაჩხე. ნუ ახლა სხვა სახალხი ვერ ვაცხობ რა ის. იცი რა არის, მე თვითონ მიყვარს ძალიან შუ ნამცხვრები, აი მე თვითონ მიყვარს ძალიან და მაინტერესებდა ეს როგორ ხდება ეს შოუ და მე ნახე და ამ სახლის დიზაინერი ვინ იყო? მე ვიყავი მშენებლობის პროცესშიც, თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი, შემდეგ რემონტის პროცესშიც. პარალელი და ეს ყველაფერი ჩვენ აი დავაგეთ და ასე შემდეგ. მე ხა რაღაცები უკვე შეასრულებელი არის, ძირითადად ავეჯი ეს არა, ესეც აი ესე ძველი სახლიდან წამოვიღეთ და აქ ცოტა ისე დევს. ნიკუშა უყვარდა როცა ეს იყო დიდუბის სახლში დედასთან, იქ რომ მიდიოდა, სულ უკრავდა და შეხო უკრავ. მე გიტარას პატარა რო ვიყავდი რომ წამიყვანეს სოლფეჯიოს მასწავლებლად და იმან უთხრა რატომღაც ამას მოსმენა არა აქო და ამასაც ჩათვალეს რომ ესმენა არ მქონდა და დავიშალეთ. არც ეს არც მეორის არ მოაფიქრდა რომ თვითონ ჩემზე ეზრუნა. ზოგადად მაშინ ეთქვათ მე ეზრუნავდი და ვიყავი და თავის მე ხა თვითონ მენა ავიც მაქა ნალად უსმენო ნამდვილად არა ვარ და გიტარაზეც მე ვისწავლე მაგრამ სკოლაში დავამთავრე რომ არ მიმღერია მე დავიწყე ეს ყველაფერი. აი მშობლების სახლიდან რამე ნივთი გააქვს წამოღებული? ძირითადად აი სურათები აქტიურად. აი ეს არის ძალიან საინტერესო ნივთი. ეს არის ჩემი დიდი ბაბუის და ეხა ხო ეს არის ჩინური ოღონდ არის და ცოტა სხვანაირად ჩინური. ძალიან ბევრ სახლში მინახავს. ხო, მსგავსი და ეს იყო იმის ჩამოტანილი არის რაღაც იქიდან. აი ეს არის ეს იაპონელი გოგონა არის კიდე ძალიან საინტერესო ეს ფილოზოფი არის და რაღაც ეგეთი ნივთები. ეხა ძველი ოჯახი იყო და იყო რაღაც აი საოცარი სტეინვეის როიალი იმ სახლში იყო რაღაც ავსტრიული ჭაღი რომელიც რაღაც იყო რაღაც კატალოგში შესული რაღაცები და დედამ თქვა რომ 80 წელი რომ გაჭირდა ცხოვრება, თქვა რომ ესენი უნდა გავყიდოთ. და აუ ვიღაცებმა თქვეს რომ რას ამბობ და ამის გაყიდვა როგორ შეიძლება რელიკვია და რაღაცა და დედა ჩემ თქვა რომ არა. მე ესე არ არის, როიალს ყოველთვის იყიდი, ეხლა მთავარია რაღაცა და აი მახსოვს რომ აი ესა და მაის რაღაც რამოდენიმე წელი რომ საშინელება ხდებოდა და ყოველგვარი ის იყო, აი ამ რაღაცეებით გადაგვატანინა და აბსოლუტურად მართალი იყო რა, იმიტომ რომ ეხა ის მატერიალური რაღაცა ფასეულობა არ იყო მთავარი, იმიტომ მთავარი იყო ჩვენი გადარჩენა, ელემენტარული საჭმლის პრობლემა იყო ქვეყანაში. კი, გიყვარს სახში ყოფნა? კი, ძალიან მიყვარს სახში ყოფნა. მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც სახში დალეკავს და იტყვის, რომ აი ადამიანს რომ ადამიანი რომ ეხლა აღარა ვარ, არ ვიცი. რომ აი რომელიც იტყვის რომ იცი რა ეხლა რაღაც მივდივარ მაკაცებთან ერთად და ცოტა დამაგვიანდება. არა, თუ სადმე ეგეთ ადგილას მივდივართ ერთად. მამა ჩემიც ეგრე იყო, იმიტომ მაშინ ტელეფონი მობილური არ იყო. როგორ ახერხებდა არ ვიცი, 7-ზე უნდა ყოფილიყო სახში და თუ 8-5 წუთზე სადღაციდან დაგურეკავდა დედაჩემს ეტყოდა რომ მარინე ეხლა მე რაღაც მივდივარ და 10-ზე მოვალ და ზუსტად 10-ზე მოვიდოდა. არასოდეს აი ის მომენტიო სად არის ეს კაცი და დაიგვიანა არასოდეს არ ყოფილა. რა მაინტერესებს იცი აი სახში კომფორტს რა გიქმნის? ნუ ახლა ტელევიზორიც თუ რამე კარგი არის ხოლმე და ფეხბურთები და რაღაც ეგეთებზე არის მიყვარს და დიდი ეკრანი, ბევრი რა ვიცი პოპკორნი, ერთად ყველანი როცა ვართ თუმით უმეტეს თუ მეგობრები მოვლენ ხოლმე მოდიან ხოლმე ხშირად მეგობრები თუ რაღაც ეგეთი ერთად უყურებთ ეგ მომწონს ძალიან. ეხლა დამათვალიერე შენი სამუშაო ოთახი. არა, კაი ოთახი ქონია. ხო, ეხლა გეტყვი რა მოხდა. ეს ოთახი უნდა ყოფილიყო ავტოფარეხი. ავტოფარეხი. ხო, ანუ ეს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ აი ბოლოს უკვე მშენებლობის მიწურულს გადავწყვეტეთ, რომ რაღაცა სივრცე იქნებოდა, რომელიც ნუ მაშინ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით და აი ჩვენი მეგობრებისთვის
მხიარულებისთვის და წვეულებებისთვის გამოგვადგეს. სარიელი პუფები დავყაროთ და შემოვალთ და რაღაც ეგეთ. ძალიან ფუნქციური, იმიტომ რომ გაქვს ყოველთვის საშუალება შემოხვიდე იმუშაო, აკეთო საქმე ისე რომ დამოუკიდებლად იყო. ანუ ამასაში ყველაზე ხშირად ამოთახში. რეალურად კი. ამ ოთახშია ოფისი და რატო? იმიტომ რომ პანდემიის დროს როცა ეს ოფისები დაიკარგა, რამოდენიმე ადგილას ჰქონდა, ხელელას ჰქონდა თავისი, ჰქონდა მეც რაღაც ჩემი პატარა ოფისი მქონდა, სადაც რაღაც სტუდიასავით და პანდემიის დროს უბრალოდ აზრი დაკარგა. და ვთქვით რომ მოდი, ვიცი არის სახში გადმოვიდეთ და ეს რაღაც პუფებიანი აქ რბილია, ტაკ დაგებული ოთახი და დავაკეთეთ ესეთ ფუნქციურ რაღაცას. ეს მაგიდები თქვათ მე გავაკეთე. ეს მაგიდები ჩემი გაკეთებული. ანუ ხეზედაც მუშაო? ერთ-ერთი კაფელი არ გამიგე ჯერჯერობი, დანარჩენი ყველაფერი და შენ ხარ ხელმარჯვენი. მე ვარ კი ხელმარჯვენი სტატიო ნამდვილად. ეს კეთოა, ეს მიხოა. ეს ნიკუშა, მარიკოა. ეს ცოტნეა აგერ. ნავით მიყვარს ახაც ეს ფოტოები, ეს კრაკოვი არის, სადაც ხშირად დავდივართ ხოლმე, ძალიან ეს საკიც კრაკოვი არის. აქ არის, ხო, ნუ ქვეყნები სადაც ვართ ნამყოფები. ნუ რა თქმა უნდა, სამწუხაროდ 90-იან წლებში მომიწია რუსეთში, ამიტომ შავი ჭიკარტით არის და ანუ დანარჩენი ყველა ქვეყანა პრინციპში წითელი ფერადი და ნუ თეთრი არის საქართველო. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ბევრ ქვეყანაში ვართ ნამყოფები და ძალიან მიხარია ეს ფერი. შენი გაკეთებული საათია, ხო? დაგშეტყვა ეს საათი ხო, ეს საათი რაღაც მომჩა მასალა და ბატარეა არის გამოსასვლელი ლელა. პაროდიებს კიდე აკეთებ? არა, ნაკლებ. თუმცა იცი არის, სხვა შეიძლება იდეა შემთხვევაში ქონდა მაგის ნიჭი. გამოჩემებული? აი მე საიდან დავიწყე, ეგა რაღაც რო ყვები. ალბათ ჩვენ მაყურებელს აახსოვს დარდუბალა. შენ იყავი ფანტასტიკური. შევარდნაძის პაროდიას აკეთებ. დარდუბალაში ბევრ ადამიანს ვახმოვანებდი, მაგრამ შევარდნაძე იყო ერთ-ერთი სული მეურებ ხმას, ჩემზე მეტად უკეთესად ბაზავდნენ ვიღაცები. იყვნენ ადამიანები, ვინც აი ხმას, ფხის პაროდიას აკეთებდნენ გაცილებით უკეთესად, ვიდრე მე ვაკეთებდი. უფრო სწორი ინტონაციით, იმით, მაგრამ მე შევარდნაძის ფრაზეოლოგია მქონდა იმდენად და თვითონ შინაგანი რაღაცას ჩავწრდი, რომ აი იყო ეგეთი შემთხვევა, რომ ხუმრობა მოვიფიქრე და ჩავწერე შევარდნაძეზე. არის ხუთშაბათი დღე. შაბათს უნდა გავიდეს ეთერში სერია. და დანგრეულ ქუჩებზე არის სერია, რაღაც აქტუალური იყო მაშინ და ჩავწერე ეგეთი პაროდია, რომ ედიკა იძახის, რომ ზაგაია რომ ეს ხსები არის ვორმოები, ხალხი ნელა ივლის და ავარიები არ მოხდება თქო და ნუ ბიჭო თქვენ სხვა კაი. კაი ხუმრობა არისო და ნუ ჩასვეს რა, სცენაში ჩასმული გვაქვს და პარასკევი თენდება შევარდნაძე მიდის რაღაც ქუჩა იგება რაღაც მაშინ საოცრება მოხდა და რაღაც უმერაც ქუჩას აგემენ და მოწია და თქვა რომ ისე კაცო ისე არ ჯობდაო კაცო ნელა დადიოდე მანქანები და ავარიები ზუსტად იგივე რაც მე წინა დღეს სცენაში ვიხმოვე და ამოვიღეთ მე იმიტომ რომ ახლა პირდაპირ ერთიაში გაატანა გამოვიდო ანუ აი ეს მომენტი ხონდა რომ აი ძალიან შინაარსობრივადაც ძალიან იმაშოვოდი ხოლმე. ნუ ასევე იყო მე ეს გუბაზა და ზაზა და ძველი ბიჭები და ის ნატურალური ლაპარაკები იყო ხოლმე, ხო? რაღაცა და ბიჭის ქვეშე გადასასვლელებს მე და საზაკო ინტელიგენტ ბიჭები ერთად უკრავდით ხოლმე 90-იანებში ერთად ვაკეთებდით ამას. ეხაც რო გავივლი ხოლმე ხა ლელა ვეუბნები ხოლმე რომ აი ვიღაც ქუჩის მუსიკოსო დავინახავ. და რა მღეროდით მე? გიტარაზე და მღეროდი კიდევაც, როგორ არა, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეხა ეს მე არა ვარ რა პროფესიონალი, მე არ არის, მე ამითი არ ვცხოვრობ, თუმცა მიყვარს და ნუ ეს ფისაკრავია, რომელიც მიყვარს ეხა ვერ ჩავთვალ, იმიტომ ნემსი დამიზიან და, მაგრამ აი აქ ზეითად ოპერები, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც ძალიან უყვარდა მამას, იმან დაიწყო შეგროვება 4000-ზე მეტი ფირფიტა გვაქვს. ხო, მეორე სახში არის ეხლა აქ შეულები მომაქვს ხოლმე და ვისმენ. ერთი რაც ვიცი, რომ სახში უნდა იყოს ბუხარი. ბუხარი ხშირად ვითება ხოლმე, ხო? ერთი ოთახით რომ იყოს, იქ ბუხარი უნდა იყოს. მე ეს მივხვდი. იმიტომ რომ
სხვა რაღაც სითბოები შემოაქვს, სხვა რაღაცა, აი ბუხრის წინ რომ დაჯდები და დაანთები და თახმა სასაური. ეხლა გავშხალით, ბევრი წალამი დაგვიგროვდა. აქ ღვინოს დავაყენეთ, უკვე გადავიღე ორჯერ. და ისეთ ანუ ღვინოს ასაყენებ? კი. გია, შენი ოცნების სახლი როგორია? ჩემი ოცნების სახლია, რომ თუნდაც პატარა კუნჭული ყველას ჰქონდეს თავისი. მაგრამ ერთი რაც არის და ნუ ავიცი, ჩემი ოცნების სახლი ყველანი ვიყოთ ერთად. რა არის შენთვის სახლი? ისტორია, მოგონება, ბევრი რამე. ყველა ჩემი სახლისაც მისვლია, ყველა იმ სახლის იმდენი რაღაც მახსოვს. და ხასიათია რა, რაღაც აუცარი. აი როგორ რა ვთქვა? სურათები რომ რაღაც ვათვალიერებ, მაგრამ იგივე ბავშვობისას და იგივე ბავშვობის ეზო, სადაც გავიზარდე, იმას რომ ნახულობ, ხო, რაღაცები უამრავი რაღაც მახსენდება, ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, ღიმილი მათი, რა ვიცი, კამათი მათი, რაღაც საოცრებები. ისტორია ხო, რა ვიცი, მე ამას უყურებ როგორც ერთ რაღაც დიდ კინოს, ხო? ჩემ თავზე გადაღებულ რაღაც ფილმს და მახსოვს ეს სერიალს ალბათ, ხო, ეხლა მოდაში არის. და ეს სერიალი იყოფა სახლებათაც ფოტოშურის რაღაც პირველი სეზონი, მეორე სეზონი, ესემა ადამიანები, მეზობლები, ისტორია, სახლები არის ისტორია. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამიღე შენი სახლის კარი და რა ვიცი, გისურვებ ყველგან და ყველაფერში წარმატებებს და გამარჯვებას. შენთვის ჩვენი კარი, ყოველთვის. მადლობა დიდი. მადლობა გოგოლას და მადლობა გიას. მშვენიერი საუბარით გამოუვიდა. იცი რა, რამდენი გიას ვუყურებ ხოლმე და რამდენი შემხვდება, სულ მიხარია მისი ნახვა და სულ მახსენდება ყველაზე ბედნიერი წლების სტუდენტობის პერიოდი და უნივერსიტეტი და რაღაცა სულ სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. ჩემო ბაჩო და სასიამოვნო მოგონებებით და სასიამოვნო ტალღაზე და ნოტაზე მინდა ჩვენ მაყურებელს დავემშვიდობოთ ახლა. ვუთხრეთ რომ ძალიან გვიყვარხართ, დღეს დავისვენებთ და ხვალიდან ისევ შევუდგებით მომდევნო კვირისთვის მზადებას ჩვენს დიდ გუნდთან ერთად და გვინდა რომ გისურვოთ ბედნიერი მშვიდი კვირა დღე. ამინდი გადასარევია. წარმატებულ კვირა დღეს გისურვებთ და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა თავისუფლება ყოველას ინდისის პატიმარს და თავისუფლება მზია ამაღლობელს. ჩვენ მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის კარგად გაგიყვანოთ. ვუერთდები რა თქმა უნდა ბაჩოს. ნახვამდის.